მოგესალმებით ეკომეგობრული პოდკასტიდან, რომელსაც წარმოგიდგენთ სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია ვეისლესი. მე მისი წამყვანი ნინო ბარჯაძე ვარ და დღეს ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო და რელევანტურ თემაზე, ჯანმრთელობაზე. უფრო კონკრეტულად კი გარემოს და ეკოლოგიის კავშირზე ჩვენს ჯანმრთელობასთან. ძალიან საინტერესო სტუმრებით ვართ დღეს. რეპროდუქტოლოგ, გინეკოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი არსენ გვენეტაძე და ვეისლესის დამფუძნებელი ბატონი გიორგი გულიაშვილი. ბატონო არსენ, თქვენგან დავიწყებ. მოდით საერთოდ ცოტა არ מחვილდება ხოლმე ყურადღება ჩემი აზრით სათანადოდ იმაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს გარემოს სიჯანსაღეს ჩვენს ორგანიზმზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. აი, ტრადიციულ მედიცინაში რამდენად არის ეს კავშირები სათანადოდ შეფასებული, ასე ვთქვათ. რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიის სიჯანსაღე ჩვენ ჯანმრთელობაზე. მოგესალმებით პირველ რიგში, სალამი ბედნიერებისა, როგორც შემიძლია პატივისცემა გამოვხატო ადამიანის მიმართ, ვინც ეს ნარჩენებთან და მასთან მთელი ახალი სტრატეგია 21 საუკუნის ალბათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაარსა ბატონი გიორგი და თან გულიაშვილი ჩემი მეგობარია პატა. და თქვენ ძირფასო ნინო, მადლობას გეტყვით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ შევწყდება. ეხლა როგორც ექიმი, ჯერ როგორც მოქალაქე, მე შეგპირდით, როდესაც დამირეკეთ, რომ მე შემიძლია ვილაპარაკო როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობის, ასევე როგორც ექიმი, რეპროდუქტოლოგი, რაღაც გარკვეული დეტალები ამ ხრივაც დავაზუსტე, ხოლო იმ კითხვის პასუხად, რაც თქვენ დასვით, რამდენად ექცევა ყურადღება. ძალიან მარტივ დავარქვათ ასე, ემოციას გაგიზიარებთ. საერთოდ, რამდენად ვაქცევთ ყურადღებას საკუთარი ემოციების მართვას, ან ცხოვრების მიზანს, ან ცხოვრების ხარისხს. ჩვენ ამას არასოდეს არავინ არ გვასწავლიდა და დღეს ეს უკვე ბოლო რამოდენიმე წლის კარგი მიგნება, რომ ემოციური ინტელექტი, ანუ საკუთარ ემოციებში გარკვევა, ჩემი ემოციების გვერდიდან შეფასება და მართვა, სოციუმის, ანუ თქვენს ემოციებში გარკვევა, ჩემი და თქვენი ემოციების უკონფლიქტო მართვა თავარი მიზნის მისაღწევად ემოციური ინტელექტი. ეს 4 ძირითადი ბურჯია და ის ცხოვრების ხარისხს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე განაპირობებს. და მისი გაზრდა თორმე 10%-დან 90-მდეც კი შეგვიძლია, მაშინ როცა IQ-ს ვინ ჩვენ აქ ახლავს ვივართ, უამრავი შრომა რომ ჩავდოთ, რეალურად ვერ შევცვლითო. რატო წავედი ასე შორს? ნახეთ, ადამიანები ცხოვრების წესი ზოგადად ჩვენი საზოგადოების და კიდევ დანარჩენი 8 მილიარდის, ხო? 8 მილიარდს მინუს 3. დანარჩენი ისინი იქნებიან 3, ჩვენ აქ ვართ. უმეტესწილად არის აი დღეს ახლა აქ მისი გონება, ოღონდ ახლა და აქ ცხოვრება თუ ისწავლა, რასაც მე როგორც კი მოგადატანილმა მივაქციე, ამით საკუთარ თავს პოულობ, საკუთარ ბედნიერებას პოულობ და პოულობ ძალიან ყოველ შემთხვევაში ის რაც მე ვიპოვე და ამაზე ცოტა გვიანი ვისაუბრებ, მაგრამ მაქვს ეს ბედნიერება და თქვენს გადაცემას, წუხელი ღამე ავიღე ეს პირველი ჩემი სასიგნალო კრებული, სხვა ყოფნის ნიჭი, როცა საკუთარ თავს წვრთნი და ცვლი, მაშინ ჭეშმარიტად იბადები და საკუთარ ბედნიერებას ქმნიო. ეს დასაწყისისთვის ჩემი ნაშრომია მრავალი წლის, თითქმის 11 წელია 2014 წელი და ეს ყველაფერი smart gadget-ში იწერება, ამიტომ მას დაერქვა იმპრესიული პროზა, პოეზია და მანტრები ხელოვნურ ინტელექტთან შეჯვარებული. რო დაუბრუნდი ამ თემას და რას ვამბობდი, ხალხის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. ახლა აქ როგორ მე ეს გადამატანინა და ის რომ მე ან კი სიმღერაში კარგად არის გვაქვს ტყე შეუნახე შვილებს მამა ხარ შენი ვალია, მაგრამ ის კაცი ფიქრობს მე თუ დღეს გავიყინე ვეღარ შვილს შევქმნი, ან თუ შევქმნი ჩემი შვილს თუ გამეყინა რა შეუნახო, დარს არ ჭირდებაო ფიქრობს, ხო? ამდენად ხშირად როგორც უმეტესწილად როგორც
მარტივი დაფიქრებით აღმოჩნდება ის სლოგანები, რასაც ჩვენ ტაშს უკრავთ და მღერით, რეალურად ცხოვრებაში 0.0001%-ში ვიღაცა იყენებს სადღაც, ისეც მე მგონი გამოსვლების დროს. ახლა ეკოლოგიაზე. რა თქმა უნდა, ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტით, გაჯეტებით, კვლევებით და სხვა უამრავი შესაძლებლობები არათუ გაჩნდა რეალურ განზომილებაშია. Parem ახლავე ვიტყვი, რომ გრძელი შესავალი უკვე არის და აწი აღარ აქვს მნიშვნელობა, თავშივე უნდა ვთქვა რაც მინდა, ნახეთ რატომ მიდევს ეს თერმოსი. ეიფელის კოშკი აქ ერთ ჩემმა თბილმა მეგობარმა ჩამომიტანა ეიფელის კოშკის მწვერვალზე ნაყიდი. და მასზე ეს ჩემი ჩანახატები. ნახეთ, სოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი არის ევერესტი, ხო? ევერესტის სიმაღლე 8848 მეტრია. 7556 ახალი ორცულობა გქონდა ჩასახული ჩვენ გუშინდელი მონაცემით, გუშინწინდელი ბოდიში 4 შაბათს ჩავატარეთ, კვირაში ერთხელ ვატარებ ჩემს კლინიკაში. ნახეთ, ამეთი რისი თქმა მინდა. ნახეთ ეს გრაფიკი მომავალი. ერთ სამუშაო დღეში დაახლოებით 3-დან 4 სიცოცხლემდე ვქნით მარტო ჩვენ ერთი კლინიკა. კლინიკის სახელს არ ვასახელებ. და რეკლამა რომ არ იყოს. და ნახეთ ეს ყველაფერი მოაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ქიმიურ თუ ინტელექტუალურ თუ სხვა ცოდნებს და ახლა ნელ-ნელა ბოლო 2-3 წელია გადავედით არა მხოლოდ უშვილო ადამიანებისთვის შვილის გაჩენის დავარქვათ ასე თავარი მისი სურვილის გადაჭრაზე, არამედ ამასთან ერთად ხარისხი მათი ცხოვრების და მათი მომავალი შვილების, რაც უფრო და უფრო რთული და ძნელი ხდება. აი ეს ეკოფერებშია, რომ ადამიანების ბედნიერების 85% ურთიერთობებშია, თუ შეიძლება ასე დავდო თუ არა და ნახეთ, ეს ნაწილი რომ დავასრულო. აღმოჩნდა რომ იმ ჩვენს მიერ შექმნილი სიცოცხლეების საერთო სიმაღლე ევერესტის სიმაღლეზე უკვე მაღალია 9007 მეტრი იყო იმ პერიოდისთვის, როცა ეს დავთვალე და ყოველ დღე იზრდება 3 ბავშვი რომ გაჩნდება, თითო 50 სანტიმეტრიანი მაინც ხო არის. მეტრანახევარი. ისინი რომელიც შეიქმნა 15-16 წლის განმავლობაში, აი ჩვენ რო ვსაუბრობთ ახლა მილიმეტრ ხო იზრდება. ამით რა მინდა დაგანახოთ? ბუნება დგას და ამბობენ რომ ეს მწვერვალი გლობალური დათბობის გამო მილიმეტრ შეიძლება მცირდებოდეს, ხოლო ადამიანის შექმნილი სიცოცხლე, ამ შემთხვევაში მედიცინის და ადამიანთა ურთიერთობით, მიდის მაღლა და მაღლა. მიუხედავად ამისა, ახლა უფრო ცივილურ საზოგადოებაში იწყება საუბრები, რომ ის ეკოგარემო, რომელიც არის მეტად გავითვალისწინოთ, წამლები, რომელიც იქნება მეტად იყოს ეკოლოგიასთან, დავარქვათ ასე, მინარევებისგან გაწმენდილი, მეტალის იყოს ჭურჭელი, რომელშიც წყალს ჩავდებ და არა პლასმასის. და წეღანდով საუბრობდით, რეკომენდაციებია, რომ იქ რეპროდუქტოლოგიაზე მე დავბრუნდებით იმ თემას. მაგრამ ახლა ერიდეთ როგორი საკითხია, ხო? ზომიერება შეიძლება ფაეტონზე რიდეო, ფაეტონში ხო? ნახეთ, რეალობა სხვა არის. იგივე სწრაფიკვების ობიექტები. რეალური ცხოვრება დღეს იქ არის. რამდენ კაცს შეუძლია ეს გააკეთოს? თითოეულს ესეც უკვე საქმეა. დიახ, აი თქვენ ახლა მაგალითად დღეს მოხვედით არა პლასმასის ბოთლით, არამედ მეტალის თერმოსით, ხო? აი მე ბედნიერი, ეს იმიტომ მოვედი, ეს ჩემი ბედნიერება, მეორეს მხრივ ეიფელი რო ვახსენე, ეიფელის სიმაღლე 324 მეტრია, ხოლო ჩემს მიერ არსენ გვენეტაძის დოქტორ იჯის მიერ შესრულებული მეტალ არტები, ეს იქნება სიყვარულის გალაქტიკა, ემპათიის შუქურა, სიხარული, ბედნიერები და სხვა, დედამიწაზე 5-ვე კონტინენტზე ამერიკიდან ავსტრალიის ჩათვლით სიმაღლით უკვე 333 მეტრზე მეტია და ეიფელის სიმაღლისგან. ამიტომ ეს ჩემი სიამაყეა და ეს ჩემი ბედნიერებაა და ეს მინდა გაგიზიაროთ, რომ იმ ეკონაწილში სადაც ახლა იწყებთ საუბარს და მე ბატონი გიორგი თუ დავაცალე, ალბათ იტყვის რომ როგორ მიდის, ხო, მე მახსოვს რომ ბევრი დრო გვაქვს და ამიტომ როგორ მიდის ეს ნაბიჯ, რომ ნარჩენები და მისი მოვლა, რაც მეტია ადამიანების რაოდენობა, რაც მეტია მათი ცხოვრების ხარისხი, მით მეტია გამოყენებული საკვების თუ მისი მრავალფეროვნების ფორმა. ხოლო შესაბამისად ნარჩენებიც მეტი რჩება, ხო? ჩვენ ხო აღარა ვართ ახლა გამოქვაბულიდან
გამოვედით, მოწყვიტეთ ვაშლი, ის ვაშლი რომ მოწყვიტა ადამიანმა და მიართვა ევას, აგერ ვზივართ მერე ჩვენ. ხო? ასე რომ დღეს ნაწილ იწყება მათ შორის მავნე დავარქვათ ასე ჯანსაღი ცხოვრების წესი თუ დავიწყებთ ამ მავნე ჩვევები ყველა რო აკეთებს და მე არასდროს ვიწყობილი ვარ წეველი მაგრამ ყველა რო აკეთებს და ფუ არ მინდა იძახის ესე ხო არ არის რეალური ცხოვრება ის არის რომ რასაც აკეთებ თუ შეგიძლია და გინდა შეცვალო როცა საკუთარ თავს წვრთნი და ცვლი ყოველდღიურად მაშინ იბადები ჭეშმარიტად და გრძნობ მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს ერთი ხელის მოსმით რაიმე შემიძლია მაგრამ იმათ შორის ასარჩევი თუ მაგ ნელ-ნელა ვიცოდე რომ უკეთესი ავირჩიო. ეს არის თემა, ეს არის ტენდენცია. ოღონდ ეს ტენდენცია ჯერჯერობით 0.000 რამდენი პროცენტია ბატონი გიორგი? ანუ ცნობიერების ამაღლების პროცესში ვართ ახლა და მაგ პროცესში ვართ იმის მერე გამოქვაბულიდან რომ გამოვედი. მაგრამ აი ძალიან საინტერესო პარალელი შეიძლება სხვათა შორის გავავლოთ, რაც თქვენ ახსენეთ, ხო? ხა თუნდაც რეპროდუქტოლოგია, საწავი და საერთოდ და თან როგორ მოკლე მონაკვეთში. მედიცინისთვის ეს მოკლე მონაკვეთია, ხო, რაც კარგად თქვით, აი პირდაპირ ეხლა რო არ ჩავერთო არ შემიძლია. ნახეთ, დაახლოებით, რა ვიცი, რამდენია 13 წლის უკან, 10 წლის უკან ვქმნიდი წელიწადში 200-ს. პაციენტების რაოდენობა თითქმის იგივე გვაქვს. ცოტათი მეტია, მაგრამ არა ის, რომ შესაძლებლობა ახლა ამ ოთახში, ხო შეიძლება 2-3 კაცი კიდე დაამატოთ და მეც ვეღარ იზამთ, ხო ან კამერა. ამიტომ ტექნოლოგიების დახვეწის, ახალი ცოდნის მუდმივი შემოტანის და მათ შორის პაციენტების დავარქვათ ასე გონივრულობის ხარჯზე. იმიტომ რომ ადრე წავიდოდა იმ ნათელმხილველთან ამ მრჩეველთან, მარჩიელს არ ვიტყვი და ასე შემდეგ. დღეს ადამიანების მეტი ნაწილი უკვე ხვდება რომ თანამედროვე მედიცინა არის მისთვის ეს იქნება ბუნებრივი თუ აი წელიწადში 856 ბავშვი შევქმნით შარშანდელი წლის ასაკში ყველაზე რეკორდული იყო, ხო? აქედან დაახლოებით 20%, ანუ სადღაც 100-130-მდე არის ინვიტრო განაყოფიერები, დანარჩენი ბუნებრივი გზით, ანუ კურნალობის ფონზე თვითონ ჩაისახა, თვითონ განვითარდა და თვითონ გაჩნდა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ თქვით, რომ საერთო ჯამში ეს ყველაფერი კიდევ მეორე რისთვის გვინდა? ჯერ საკუთარი თავისთვის და მერე ის შვილი, რისთვის უნდა ადამიანს ეს მისი დიადად ყოფნის სურვილია, რომ კონდეს მიზანი, ზარდოს და სიამოვნება მიიღოს. ახლა ვიღაც ალბათ მეყურებს და მეტყვის ამ შვილების ზრდაში უამრავი ტანჯვა ჩავდე და შრომო. ხო, ну ვიღაცა ტანჯვაზე თავის გაგრძელების სურვილი ესე შეიძლება ვთქვათ, ხო? ყველანაირად შეიძლება. ორადორი მოტივატორი აქვს ყველა ადამიანს და აქ გავჩერდები. ფროიდის მიხედვით ორი ძეგლი ამას დაუდგი, ერთი არის დიადად ყოფნის სურვილი, საკუთარი თავის რაღაცა ფორმით წარმოჩენის და მეორე არის სექსუალური ლტოლვა. და შვილოსნობის, ანუ ბუნებრივი გზით შვილის ჩასახუცად ორივე მოქმედებს, ხო? სექსუალური ლტოლვა, სექსუალური დავარქვათ ასე, ცხოვრების ფონზე სიცოცხლის განგრძობა, ანუ დიადად ყოფნის სურვილი. დიახ. დიახ და ანუ რა მინდოდა მე თქვა რომ ესე იგი აი სამხელა ტექნოლოგიური თუ ცოდნის საშუალებით მიღწეული პროგრესი რა თუ შესაძლებელია ბატონო გიორგი რამდენად ხდება უпростоრეთ ის რომ აი ეს ტემპი განვითარების, რაც იგივე რეპროდუქტოლოგიაშია, თუ არის ნარჩენების მართვაში. რაღაც მე მგონია, რომ ძალიან ნელ-ნელა მიდის ეს პროცესი, მხოლოდ საქართველოზე არ ვსაუბრობ რა ზოგადად, იმიტომ რომ ჯერჯერობით აი ეს ბალანსი ნარჩენის წარმოქმნას და მის გადამუშავებას შორის ფაქტიურად რაღაცა კრიტიკასაც კი ვერ უძლებს, ხო? იმ ხელა რაოდენობის ნარჩენზე გვაქვს საუბარი. რამდენად სწრაფად შემოდის თანამედროვე ტექნოლოგია იქნება თუ ახალი ცოდნები იმაში, რომ უფრო ეფექტურად მართოთ ნარჩენები. მოგესალმებით, ნინო, ბატონო არსენ. ბოდიშვით ხოლო დიდი შესავალი გავა. ძალიან საინტერესო თემას ვეხებით დღეს. ეს კავშირი ნარჩენების წარმოქმნას და ცხოვრების წესს და ზოგადად ცხოვრების განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია ეს ყველაფერი, ხო? რაც უფრო
რაც უფრო იზრდება ადამიანების რაოდენობა დედამიწაზე და ეს მომხმარებელი ადამიანის მომხმარებლური ეს შესაძლებლობები იზრდება, რა თქმა უნდა, დარჩენების რაოდენობაც. რასაც ჩვენ ცხოვრების ხარისხს ვეძახით, ხო? რაც უფრო უკეთესად ცხოვრობს ადამიანი, მეც მოიხმარს, ხო, ესე ვთქვათ, ხო? ანუ ეს მატერიალურად იქნება თუ თუნდაც სულიერად და ფიზიკურად, მას უჩნდება მოთხოვნილება, რომ მეტი მოიხმაროს, ხო? შესაბამისად, ნარჩენების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება რადიკალურად და თუ ესე გაგრძელდა, შეიძლება დედამიწა ერთ დიდ ნაგავსაყრელად გადაიქცეს, ხო? იმიტომ რომ რეალურად ალბათ უკვე არის, კი ბატონო. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები ფიქრობენ ამაზე, რომ როგორ შეიძლება შეამცირონ ნარჩენი, ხო? იმიტომ რომ მათ აქვთ ამის საშუალება, თუნდაც ფინანსურად, თუნდაც ტექნოლოგიურად, ხო? მენტალურიც და შესაძლებლობაც აქვთ, რომ ეს დაანერგონ თავიანთ ქვეყნებში და ეს ახალი ტექნოლოგიები გამოცადონ და ასე შემდეგ. ჩვენ მაგალითებიდან რაც ვიცით და რაც პირადად მინახავს მე ევროპის ქვეყნებში, ხო? რამდენიმე ქვეყანაში ეს სისტემები შესწავლილი მაქვს. მაგალითად, ბელგიაში ნაგავსაყრელი აღარ არის. საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი არ არსებობს. როგორც ჩვენთან ნარჩენი მიდის და იმარხება, იქ არ იმარხება. ყველა ტიპის ნარჩენი მიდის რეციკლირების ცენტრებში, სადაც ხარისხდება და შემდეგ ეს დახარისხებული ნარჩენი მიდის გადამამუშავებელ კომპანიებში, რომლებიც ამას გადაამუშავებენ და მერე ამ ნედლეულს ისევ გამოიყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით. არის რაღაცა ტიპის ნარჩენები, რომელიც გადამუშავება შეუძლებელია და ესეთი 10% არის სრული ნარჩენების რაოდენობის და ეს იწვება ინსენერატორში, სადაც ენერგიის აღდგენა ხდება ამ დაწვის შედეგად. ანუ გამოიმუშავებენ, ამითაც სარგებლობას ნახულობენ. აქედანაც ენერგია გამომუშავდება, ხო? ანუ ეს არის თანამედროვე მიდგომა. რა თქმა უნდა, ეს არ არსებობს ესეთი know-how, რომ პანაცეა რომ პირობითად აი პლასტიკის ვიცით რომ გადამუშავების გზები არსებობს. თუმცა ეს ბევრ რამისთან არის დაკავშირებული. ეს ეკონომიკასთან, ლოჯისტიკასთან, მათ შორის ისევ ეკოლოგიასთანაც. ეკოლოგიასთან, რა თქმა უნდა. ხო, ეს შეგროვების სისტემები უნდა არსებობდეს. ხო, ხა გადამამუშავებელი საწარმოც გვაქვს ჩვენ საქართველოს სხვათა შორის პლასტიკის გადამამუშავებელი რუსთავში. და უჭირს ნედლეულის შეგროვება. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ბოთლი იყრება პლასტიკის ყოველდღიურად. მხოლოდ ბოთლი. და ამ საწარმოს 30%-იანი დატვირთვით მუშაობს, იმიტომ რომ ვერ აგროვებს. ანუ ამას ხო შეგროვება. ანუ ლოჯისტიკურად არ არის გამართული ეს რომ მოგასუნთქოთ, რამოდენიმე წელია ჩემს სახლში მე ხმარობ წყლის პატარა ბოთლებს და ჩემმა ქალიშვილმა, რომელიც ახლა ირლანდიაში სწავლობს, ბოთლიო არ გადააგდოთ, არ დამღუპოთ მამაო, რა თქმა უნდა, მამა მე ვთხარ პირველად უნდა ჩავაბარო და ეს ჩაბარება არა ფულისთვის არის. ამის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე და მე გამოგვიცხადა რომ ეს ბოთლი უნდა დავკუჭოთ, ანუ დავკეცოთ, რომ ასე უნდა მიიტანოს და ჩვენ უგროვებთ ბარგებში ის რომ ჩამოდის, მიდის თვეში წელიწადში ორჯერ ჩამოდის, ჩააბარებს იმას და ანუ ეს გამიჩნდა ის რომ ერთხელ მითხრა ეს ბოთლვაგდებდი ქუჩაში იმაში, კონტეინერში. რა შვები, მამა მღუპაო და რა იყო, მამა თქვა, ეს ბოთლი სახლში ყო უნდა ჩავაბარო იმას. აი ეს არის ახალი თაობა, ხო? აი ეს არის ადამიანების შეგნებაზე გავდივართ, ხო? ანუ მას გაცნობიერებული აქვს, რომ ეს ცუდია, რომ არ უნდა მოხდეს, ხო? ნაგავსაყრელზე არ უნდა მოხდეს გარემოში და მას გააზრებული აქვს და იწუხებს და მიიღო გამოცდილება სავარაუდოდ ირლანდიაში. რამდენიმე კილომეტრს გაივლის და არა, თბილისში მიიღო, ირლანდიაში მე წავიდა სასწავლებლად. 7 წლის იყო რომ დაწერა კაბინეტში გაგრული, რომ წამოღებას ვაპირებდი და გაუფრთხილდით ფურცლებს. ფურცლები ხისგან მზადდება, ხეკი ბუნების ნაწილია. ესე მისი ხელით დაწერილი თარიღი და ესე გამოკრული მაქვს ჩემს კაბინეტში და სულ ვცდილობ ამ ფურცელზე 7 წლის იყო რა ვიცი აქვთ ეს უკვე ახალ თაობას და ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ხო აუცილებლად და ეს ჩვენ უნდა რამდენიმე რამე გავაკეთოთ ერთი რომ პირობითად თუ ცნობიერებაზე ვისაუბროთ ამაზე რა თქმა უნდა მაგაზე უნდა ვისაუბროთ ვეუბნებით რომ ეს ცუდია ხო ასწავლით ადამიანებს რომ ეს არ უნდა მოხდეს
გარემოში ნაგავსაყრელზე. მეორე საკითხია, მაშინ სად უნდა მოხდეს, ხო? საწავებოთ, ხო? აქ უკვე შემოდის, რომ უნდა ინფრასტრუქტურა განმავითაროთ, ხო? ჩაბარების პუნქტები გავხსნათ, შევქმნათ, ხო, ეს სისტემა. ეს დაკავშირებულია უკვე ფინანსურ ხარესთან, ხო? ეკონომიკასთან არის დაკავშირებული, ლოჯისტიკასთან. მე რა შეგროვებული ნარჩენი უნდა გადამუშავდეს, ანუ გადამამუშავებელი საწარმოებიც გჭირდება, ხო? განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელში, ვთქვათ, რა, ნარჩენების დიდი რაოდენობა მიდიოდა პირობითად ჩინეთში. ევროპიდანაც, ამერიკიდანაც ნარჩენების ექსპორტი ხდებოდა ჩინეთში და იქ ხდებოდა გადამუშავება. 2015 წლიდან ჩინეთმა საერთოდ აკრძალა იმპორტი ნარჩენების თავის ტერიტორიაზე. და წარმოიშვა პრობლემები, იმიტომ რომ ესე ქონდათ მოგვარებული ამ ნარჩენებს აგზავნიდნენ და იშორებდნენ თავიდან და მე ხა ჩინეთში გადამამუშავებელი საწარმოები იყო და მაგრამ 2015-ში 10 წლის უკვე 2015 წლიდან უკვე აიგზავნა და მე დაიწყეს უკვე ფიქრი რომ მოდი მე პანდემიის პერიოდი დაემთხვა იქ უკვე ლოჯისტიკური მიწოდების ჯაჭვების პრობლემა შეიქმნა ხო გემების გადაადგილებაც კი პრობლემა იყო ხო და ამიტომ ეს ტენდენცია არის იქით მიდის რომ ეს ტექნოლოგიები განვითარდეს უფრო მეტად და ადგილზე მოხდეს გადამუშავება. რომ ამის ტრანსპორტირებაც ენერგიის ხარჯვა, ხო? ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამამოწურებელი. ავტომობილები უნდა გადავზიდოთ, მატარებლით უნდა გადავზიდოთ, ხო, ენერგიას მოვიხმართ, ენერგია ეკოლოგიის. ხო, ენერგია საიდან გამოვიმუშავებთ, ხო? ამას ყველაფერს ვაბინძურებთ აერს და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის კარგი გამოცდილება რომელიც არსებობს უკვე და ქვეყნებმა გაიარეს ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ დღეს ჩვენ საქართველოში რაც დავნერგეთ ეს 4 სპეციფიკური ნარჩენის მიმართულებით ხო ეს ამას 30 და 35 წლის გამოცდილება აქვს ევროპას ხო პირველად დაიწყო ხო იმათ გავლენ 91 წელს იყო პირველად გერმანიაში და შვედეთში ჩვენ როდის დავიწყეთ? ჩვენ დავიწყეთ 2022-ში შევიდა ძალაში. ხო, აი, 3 წელია ჯერ. მე 3 წელია, ხო. შევიდა ძალაში რა, აი, თქვათ გულისხმობთ რომ მოწესრიგებულ ადგილებზე ევაკეში რო დავდივარ, თქვათ ცალ-ცალკე რო არის ეს ქაღალდი, მეტალი. არა, ეს საუბარია სპეციფიურ ნარჩენებზე, რომელსაც მაგას ჯერ კიდე არ არეგულირებს ჩვენი კანონმდებლობა. აბა რა ჩვენ ახლა სპეციფიურ ნარჩენებს რო ვიძახით, საუბრობთ საბურავებზე, ზეთებზე, მანქან-სამანქანო ზეთებზე, აკუმულატორებზე, ბატარეებზე და ელექტრომოწყობილობებზე. ესაც უფრო იმაზე. უფრო სახიფათ უფრო გლობალური. ერთ-ერთი კი არა ამ 4-დან, ხო, ყველაზე საშიში ასე ვთქვათ და ყველაზე რთულად მოსავლელი ნარჩენებია, რაც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ და აი ეს მაინტერესებს ხოლმე სულ რომ რატომ მოხდა ისე რომ ამით დავიწყეთ და მაგალითად პლასტმასის გადამუშავება ჯერ როგორც წეღან თქვით ხო ლოჯისტიკურადაც კი ვერ აეწყო ჯერჯერობით აი რატომ მოხდა რატომ მიენიჭა პრიორიტეტი იმას სპეციფიურ ნარჩენებს იცით როგორ იყო ეს ამბავი მოკლედ ჩვენ რომ დავიწყეთ ეს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ ხო იქ გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ და ეს ჩვენ თონავით ეს ვალდებულებები შეიძლება და ნაკლები აგვიღო მაგრამ ნუ თქვით რომ ჩვენ ყველაზე კარგი ბეჯითი ქვეყანა ვართ და ნუ ამას შევასრულებთ რა დავიწყეთ და 6 მიმართულებით იყო 6 ნაკადი იყო ნარჩენების ანუ ამ პაკეტში რომ ეს კანონმდებლობა უნდა მიგვეღო და დაგვიახლოვებინა ევრო დირექტივებთან ხო ეს სპეციფიკური ნარჩენები ჩამოვთვალეთ 4 და ამას დამატებული იყო შეფუთვის ნარჩენები სადაც პლასმასიც ხდება ქაღალდიც და შუშაც მეტალიც და ასე შემდეგ ანუ ყველაზე დიდი რაც არის საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემადგენლობაში ხო და იყო მანქანა მწყობრიდან გამოსული ავტომობილები ამ 4 ნაკადის მიღება მოხერხდა მარტივად, არც ისე მარტივად, მაგრამ მოხერხდა და შეფუთვის ნარჩენებზე ეს რეგლამენტი გამზადებულია, მაგრამ ვერ შევიდა ძალაში, იმიტომ რომ იქ რაღაცა ბევრი აქტორია აქ სახელმწიფოს მხრიდანაც. ადგილობრივი მთავრობა არის, ხო? არის ცენტრალური მთავრობა, გარემოს დაცვის სამინისტრო აი ეს ერთიანი ლოჯისტიკურად უფრო რთულია ამის მოგვარება ამას მასშტაბურია ბევრად და ამ აქტორებს შორის უნდა გაიმიჯნოს როლები რა იმიტომ რომ აქ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ რომ ამ სპეციფიური ნარჩენების ამ 4 ნაკადის ნარჩენის მართვა დაავალა ბიზნესს ხო სახელმწიფო ბიზნესს უთხრა რომ თქვენ რო შემოგაქვთ ეს პროდუქტი და საბურავი რო გაყიდეთ რომ გამოვიდონ წყობრიდან ეთილინებეთ შეაგროვეთ და გადაამუშავეთ მიხედეთ რა ნუ ამას გარემოში ნუ მოათავსებთ და ანუ თვითონ იმპორტიორს დაეკისრა ეს ვალდებულება წარმოებელს იმპორტიორს
ხო და ასევე არის ამ მიმართულებით, ეხლა შეფუთვის ნარჩენები, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი პლასტიკის ბოთლში ჩამოწმული პირობითად სხვადასხვა სითხეა, ხო, ეს წყალი იქნება, წვენი იქნება თუ შამპუნი. ხო. ამას ყველაფერს რო დაავალებ წარმოებელს, ხო? მან უნდა დააორგანიზოს ამის შეგროვების სისტემა, გადამუშავება და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არის მე შემდეგ ადგილობრივი მთავრობები, რომლებსაც გააჩნიათ ეს ნარჩენების მართვის კომპანიები, ხო? ნუ მართვის შეგროვების. მაგალითად, როგორც თბილისში თბილ სერვისი აგროვებს ნარჩენებს, ხო? ეხლა ის ადგილობრივი მთავრობა იძახის, რომ ეს არის საყოფაცხოვრებო ნარჩენი და მე ეს ჩემს გამგებლობაში შემოდის რა, ანუ ეს კანონი ეს განსაზღვრავს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებს მუნიციპალიტეტი. მაგრამ აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან უნდა გავმიჯნოთ ეხლა ეს შეფუთვის ნარჩენები. ანუ ჩვენ სახში უნდა დავახარისხოთ ეს, როგორც ბატონო არსენმა ახსენა, რომ სახში ეს პლასტიკის ბოთლი ცალკე უნდა დავახარისხოთ, ქაღალდი ცალკე და ასე შემდეგ და საყოფაცხოვრებო ურნაში არ უნდა მოვათავსოთ. ხო, ანუ ამაში გვაქვს ხო, პრობლემა. ამაზეა საუბარი და მე იქ ლოჯისტიკა ძალიან დიდი, ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი საყოფაცხოვრებო ურნა არის, ხო? თითქმის ყველა ორსახის ნაბიჯია, ხო, რა කරა. ესე დაგჭირდება რამდენიმე და ტიპის გასამდეს მინიმუმ ეს კი, როგორც თქვენ ახლა თქვით და მე გამახსენდა ჟენევაში, შვეიცარიაში და სხვა. იქ ცალკე არის, არავინ არ ჩადებს ბოთლს აქეთ, იმ ქაღალდს იქეთ, მე როცა ვთქვათ ვიყავი და პირდაპირ მიდიხარ იმ წესებზე, მე ამას არის ამ რო ერთიანად ჩააგდო, ცალკე და ეს იქნება, ხო, ახლა ვაკეში მაგალითად არის რომ დავდივარ დიდურნებში 4 ნაწილია, ხო? წყალი, ბოთლი, ქაღალდი, პლასმასი და სხვა. ხო. ეს უფრო კი ბატონო, ეს ძლელობა იყო. ხო, მე ვიღაცამ თქვა რომ შეყრით ცალკეო, მაგრამ ისინიო მე ერთად წაიღებენო. მე ვთხარი, არ ვიცი, მაგრამ მაგ ლოგიკით თუ უყურე, ეს ერთი ნაწილია რომ ადამიანებს ჩვევა ნელ-ნელა გაუჩნდეთ და კულტურა აქედან იწყება. ერთი ხელის მოსვით არაფერი არ იწყება. კი, თავიდანვე ჩვევაში უნდა გაჯდეს, რომ მე სიტყვაზე უკვე თუ ცალ-ცალკე მოხდება ნარჩენის გატანა, არ მოხდეს ისე, რომ ერთად ეყაროს ყველაფერი, ხო? ანუ მაგიტოა პრობლემა მაგაშია, რომ მე ამ ქაღალდს ვდებდი აქ, ამას ვდებდი აქ და როცა იქნება, ის მეორე ნაწილიც ალბათ დაიწყება, ხო? რაღაცი ეს არ გვესმის, რა უნდა ვაკაცო პირდაპირ გააკეთე. არ არის ასე. საუკეთესოსაც რო ეუბნები ადამიანს, გინდა იყო ბედნიერი იყავი. არა ხო, მაგრამ როგორ ვიყო, ახლა როგორ ვიყო, მილიონ რაღაცას ძებნის გონება, რომ ეს აღზრდის ჯერ ჩვენი თაობის, არა თუ ჩვენი თაობის, ჩვენი ტიპის ადამიანებს, მე საბჭოთა ცხოვრების წესს ვეძახი ამას, მაგრამ ახლა გარდა საბჭოთას აფრიკაში მოგზაურობ, სადღაც მოგზაურობ, ევროპაში და ცივილურში. მოდი, ევროპა, ცივილური სამყარო, ხო, ევროპაც არის, ამერიკის რაღაც ნაწილიც არის, ავსტრალია, სინგაპურია და სხვა, ხო? იქ უკვე წინათაობა მიცის, მე მისი შვილი ისე იზრდება, რომ თავიდანვე იცის, რომ ამას აქ არ ჩააგდებს. ეს ჩვეულებრივი 2x2-4-ია, ხო? კი, და დრო ჭირდება ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ადამიანს ჭირდება მიჩვევა რაღაცაზე. მოდით გადავიდეთ ახლა აი უშუალოდ ჯანმრთელობაზე რა გავლენაც აქვს მაგალითად ჰაერის დაბინძურებას. ახლა გიორგი მას ახსენა, ხო, ეს ნარჩენების გადატანა გადმოტანაშიც კი ატმოსფერო ბინძურდება, იქნება ეს გემებით თუ მანქანებით თუ ასე შემდეგ. აი რამდენად მნიშვნელოვანია ახლა დიახ ერთ-ერთი კვლევის შედეგი ერთ-ერთი დიდი მეგაპოლის, ანუ ქალაქის, რომელიც 8 მილიონზე მეტია, რა დავასახელებ, ქალაქს არ აქვს მნიშვნელობა. ქალაქის ცენტრში მაცხოვრებლები, აი თლად შუაგულში შეისწავლეს და შეისწავლეს ქალაქ გარეთ, როდესაც ბუნება სიმწვანე სიწყნარე მეტია. ადამიანი მოსახლეობის საშუალო ხანგრძლივობა როგორ გგონიათ, სად იყო მეტი? იქ სადაც სიმწვანეში ცხოვრობდნენ, თუ ქალაქის ცენტრში. ლოგიკით უფრო სიმწვანეში, არა? რატომ? ცენტრში იყო მეტი, სადაც ყველაზე მეტად დაბინძურებულია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ იქ ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები, მათ ცხოვრების კულტურა ისწავლეს, წამლის დროულად მიღება რაღაცა. და მიუხედავად იმისა, რომ
ისინი ამ ჰაერს სუნთქავენ დანარჩენი სხვა მავლე გავლენები გაცილებით უფრო აკონტროლეს ვიდრე იქ სოფელში რომელიც შეიძლება გავიდეს წელი და წლები და სხვა და ექიმთანაც არ მოხვდეს და არც კვლევაზე და არც სხვა ხო ანუ ნახეთ ცხოვრების ხარისხს ბევრი რამ განსაზღვრავს და მათ შორის ახლა უტოპიურად თუ ვიტყვით რომ მოდი ახლა არავინ არ ვიცარგებლოთ კი ბატონო მე დავისახეთ ჩემს მიზნად 2016 წელში 1963-ში დაბადებული ვარ ყიბულში სადაც საბჭოთა თოვლის კი შავი იყო ეხლა გიორგი კეკელიძემ მომწერა მწერალმა რაღაცა წიგნზე მუშაობთ ჩემი კიბოს გადატანის ბიოგრაფიას და ამ წუთშიც და ყიბულში თოვლის კი შავი როგორ იყო იმდენად ქვანახშირი თბებოდა ყველაფერი და ეს სარჟი ანუ ნამწვი როგორც კი ახალი თოვლი მოვიდოდა ეხლა დღის მეორე დღეს ილექებოდა მასზე ეს შავი ნაწილაკები შარჟი და მართლაც შავი იყო ხო ნახეთ და თოვლი როცა არის ამას სუნთქავდით ხო თოვლიზე ხედავდით იმას თუ არა ისედაც ხო იყო მაგრამ რა მინდა გითხრათ ნახეთ მიუხედავად ამისა რომ ქალაქის ცენტრში ხო ელექტროზებს აუბრობდი 2016 წელს დანიაში დანიიდან ოსლოში ნორვეგიაში მოვხდი და შევხედე რომ ფეხით რომ მივდიოდი პატარა ქალაქია ბერგენი მანქანების უმეტესობას ძრავის ხმა არ ქონდა და ვიფიქრე რომ რა მაგარი მაშინ იყო პირველი ელექტრომანქანები და პირველი ჰიბრიდები მაგრამ დაბალ სიჩქარეზე ხო ისინი არ თავენ ძრავს და თქვი რომ ნეტა როდის იქნება ჩემს ქვეყანაში ეს აი მიზნად უნდა დავისახო რომ როგორც არ უნდა ამოდის პირველი ერთ-ერთი პირველი ელექტრომანქანა რომ შემოა პირველი თაობა როგორმე ვიყიდო არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება მეთქი 2019 წელში უკვე ელექტრომანქანა შეუკვეთე და პანდემიის გამო რამოდენიმე თვით დაგვიანდა, მაგრამ 2020-ის დასაწყისში სრულ ელექტროზე მენტალურად როგორ ბენზინი არ შვება, არა, ჩემ ცხოვრების წესს არ ჭირდება, მე სამსახურში მივდივარ და დღემდე აგერ 5 წელია, თქვათ მე კი ხმარობდა კიდე ვიღაცეები, მაგრამ ასე ხო ვერ იტყვი, ყველა მესქენით, მე ესქენით არ არის ესე. ამას მატერიალური, მენტალური და სხვა ბაზები ჭირდება, ხო? თუმცა მომავალი ეგ არის, ხო? მაგის მერე ახლა რომ ახალი ძრავი შექმნეს, რომელიც ელექტროძრავის წყალბადის ტიპის, ხო? მასკზე დაიწერა, ახლა დავფიქრდი, თუ გამოჩნდა და ის მალე გამოჩნდება, უნდა დავისახო მიზნად, რომ ის პირველი მანქანა ვიყიდო. პირველი რას ნიშნავს? ჩემი წილი, შეიძლება სასაცილოა ვიღაცისთვის, მაგრამ ჩემი წილი დედამიწის თუნდაც მე მილიარდედი ნამცეცი უკეთესად გადავარჩინო. კი, რა თქმა უნდა. ხო, თუ ჩემი მანქანა არ გამონაბოლქვეს. აი, ეს თუ ყველამ ნამდვილად ყველამ კი არა 0.1%-იც რომ იყოს. 0.1, 0.01-ზე არ ვლაპარაკობ, რომ დათვალოთ რამდენია. რეალობა სხვა არის, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ უნდა დაიწყოს ნაბიჯ. ხო? და აი რაც თქვენ თქვით ჰაერთან მიმართებაში შობიაო გახსოვთ ადრე იყო ახლა თქვენ რა გახსოვთ თქვენ ახალგაზრდები ხართ და შობია იყო მდიდარი ლამაზი გამხდარი ვიდრე სუქანი ღარიბი და ავადმყოფი ხო კარგი შედარება მე მიჩემს ღმერთმა მაგრამ ეგრე ხო არ არის ცხოვრება რა იდეალურ სამყაროში შეიძლება კი იმ შესაძლებლობებში რა შეიძლება თუ თქვენი მანქანა ცოტა ნაკლებს გამონაბოლოს ეს თქვენი წილი ადამიანური ფაქტორი უფრო არის თუ თქვენ აი ამ სიგარეტს მანქანიდან არ ისწრებთ თუ არ ეწევით თლათგაი ალბათ ხო რა ვიცი არა ამასაც მე ცოტა ტოლერანტული გავხდი 61 წლის ასაკში კი ბოგადატანილა ჩემთვის აი ამ წიგშიც დავწერე აღარ არის სწორი და არასწორი. ეს არასწორად მსჯელობს, ეს ცუდი კაცია, ეს კარგი. ცუდი და კარგიც აღარ არსებობს. როგორ ბატონო თქვენ გაგიჟებული ხართ? კი ბატონო იყოს მასე რა მნიშვნელობა აქვს. ნახეთ, რატომ აღარ ვაკეთებ დეფინიციას ცუდი, კარგი და საუკეთესო? გადავიტანე დეფინიცია ჩემთვის ადამიანი, კარგი და სუპერი. ცუდი სადღაც წავიდა არსად აქედან რომ მე უყურებდი, იგივე მომენტში იქიდან უყურებდა ლევანი და საუკეთესო ადამიანია ვფიქრობ მე ცოტა კუთხე რო შევცვალე არ ყოფილა ბიჭო მთლად ცუდი და მესამე რაც გავიგე იმან
დაასრულა ამაზე ჩემი ფიქრი 98-95%. ასი ძნელია. რა? მოისმინე, კარგი კვლევა, რომ როდესაც ადამიანზე ფიქრობ, რომ ოხ როგორი ასეთი და ისეთია და სიტყვები რომ ამ დროს სისხლში გამოდის ტოქსინები, ეს უკვე შესწავლილი ამბავია, რომელიც თვითონ იწამლები. სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას, ჩემო გიორგი ბატონო, ამცირებს და დავფიქრეთ, ეხლა დავიფიქრე, კაცო, მაშინ 60 მიტანებული ვიყავი და 60 უახლოვდები, კიბო გადატანილი ვარ, ახლა უკვე 15 წელი ხდება აგერ თებერვალში 10 დღეში. დღეს რა არის? 7, 13 დღეში 20, ხო? ახლა იმის გამო რომ ის ვიღაცა პეტრე პეტროსიანი ცუდია, მე ჩემი სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა შევიმცირო, მარტო ამაზე აღელვებული ფიქრით, სულ რომ არ მინახავს ის კაცი ან ამ წუთას სულ რო არ არის ჩემთან, ხო? მივხვდი რომ ეს აღარ არის ჩემთვის, ცუდი აღარ არსებობს. აბა ცუდი რო გაგიკეთოს? გეთახვა, ეს მეორე ნაწილია, ამას ქვია ემოციებში, ემოციური ინტელექტი გავერკვე. ჩემი მიზანი თუ ის არის რომ მე იმერულად ვიტყვი, მარჯვეთ ვიყო, ანუ ყოჩაღად ვიყო და შევძლო რაც შემიძლია ავიცილო ვიღაცისგან რაღაც მავნე ქმედება. ეს არის ჩემი მოქმედება და არა წინასწარ. ცუდი კაცია და თავიდან ვიყო დაძაბული და როდის გავიცხოვრო. მე ვისწავლე აქ და ახლა ცხოვრება აი ამ წამს, ხო? მე არა მაქვს სხვა დრო და არც სხვა ფილოსოფია აღარ არის ჩემთვის. Right now, right here. აქ და ახლა. და ამას რო ხვდები, აქ და ახლა. შვიდად შეგიძლია ის უთქო. ის ცუდია თუ კარგია იყოს მისთვის, რაც უნდა ის იყოს. იქამ მქონდეს, იმედეთში იციან. ჩემი ქმედებით მე გავხდე ცოტა უფრო ბედნიერი, ამაყი, კმაყოფილი, ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, რომ არ გადავაგდე ეს, რომ ეს გავაკეთე, რომ იმისთვის რომ აი იქ ჩამეგდო, ბევრი ნაბიჯი გავიარე. მანქანა სავსეა ჩემი, ერთსაც გეტყვით რა გაგაცინებდა და გუშინ წინ უყვებოდი ჩემს დილის კონფერენციაზე ბავშვებს რომ დავთვალეთ ამაყათა ვარ და სხვა და გავიხსენე 1999 წელი, 99 წელი, თქვენ დაბადებული შეიძლება არ იყავით. ნახეთ. გარეჯის დაიწყო აი მაშინ სანამ 9 აპრილი მოხდებოდა და ჩემს მანქანაში ერთ-ერთი მეგობარი გავიცანი ახალი მეორე და ახალდამთავრებული ექიმი ვარ და წავიდეთო გარეჯშიო მანქანა ყავს მანქანაში სულ ქონდა კამფეტები და კიდევ ერთს გავუაროთ ერთ ჩემი ამხანაგია კარგი ბიჭიაო და გავუაროთ მეთქე წავიყვანეთ დამიშდა ეს წინ ვიღაცეს ბიჭი ესენი და კამფეტებს სუვარდებ და თან არ მინდოდა რომ ეს ქაღალდი გადაეგდოთ გარდა არა და მაშინ ყველა ყრიდა დღესაც კი ყრიან მაგრამ მაშინ წარმოიდგინეთ ეს 30 წლის უკან 35-ის და ახლა როგორ გამეკეთებინა ეს ბავშვობაში თქვენ არ ქონიათ ალბათ იყო ესეთი თამაში ჩემ ბავშვობაში არა მაგრამ მე რო დიდი ვიყავი უყურებდი ქაღალდის კამფეტის ქაღალდებს აგროვებდნენ და რაღაცნაირად ესე მე ბავშვები ამით თამაშობდნენ მე მეტი ქაღალდი მაქვს დააწოდე დაატკიცინებდნენ და კამფეტი რომ მივაწოდე არ გადააგდო მეთქი გარეთ თქო მე უთხარი არ გადააგდო მე მომეცი თქო გარეთ არ უხსენე რომ უხერხულობაში არ ჩამერდო და ერთმა მკითხა რა დგინდაო და ვაგროვებ მე უთხარი ვაგროვებ ხოდა ეხა ისტორია რომ დავამთავრო იმას გაეღიმა წინ რომ მეჯდა ის ახალგაზრდა კაცი ჩემი ხნის არა ერთი წელი პატარა ჩემზე და მე ეხლა რომ გავიცანეთ ჩავედით იმ გარეჯზე ნახეთ ეს გაპროტესტება ჩვენი რაღაც უკან წავედით ეს ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა ზურაბჟვანია. არც მე არ ვსაკვე, ხა ზურაბჟვანია მე რა გადაშურებდა. მაშინ იყო ამბობდა ეკოლოგიაზე რუსთავს რომ გამოუარეთ. ესე და ესე თქვა ამ ქარხნებს რომ ჩვენ ამ ბოლს გავაჩერებინებთ, მე თქვი რას ლაპარაკობს ეს კაცი? არ ვინაა, ხო? და მე თქვა რომ აი მაშინ იწყებოდა მწვანეები და სხვა, ხო? აი როდის და აი აქედან მოყოლებული, ხო? ცხოვრება ასეთი, მაგრამ ისიც ისე უნდა გააკეთო რომ თუ კაც აწყენინე რომ ჩემი მიდან სიგარეტი არ გადავისუბედავ შენ არა და ვიცი ნამდვილად რო აგდებს მაგრამ ასე თუ უთხარი ხო დამინახავს რო აგდებს ხო ეხლა უკვე ჩემ მანქანაში დიდი ხანია არავინ ეწევა სიგარეტს მაგრამ ხო იყო არა ეს პერიოდები ხო და ასეთი პატარ-პატარა დეტალები ამას მე შვილი ხედავს ამას მე მეგობარი ხედავს ზოგი გაიღიმებს ზოგი იტყვის კაი კაცო ეს გიჟია ესე იზავს მაგრამ ვიღაცა დაფიქრდება და თან დღეს უკვე 21 საუკუნეა ჰაერი იქნება თუ ყოველდღიური შენ ფეხქვეშ რო ყრი მზეს უმზირას რო ჭამენ ხო გინახავთ არა განაყრე აგერ ყრის და აგერ ზის ხო მაგრამ ეს ბევრია ასეთი ცუდი კაცია თქო რო თქვა
არა ბატონო შეიძლება ისეთი კარგია რომ მე არ ვარ დამესიზმრება ჩემ თავზე უბრალოდ არ იცის შეიძლება კი ეს ნუ ახლა დაგავშიროშდება ახლა უყარს იმას და რა ვქნა და ჩვენ რა აქვს რა ვქნა არ ფიქრობს ის რომ ცუდია მისთვის არ არის მარტივი გამოსავალი სად არის მან აი რა ყველა ასე ცხოვრობს ყველა ასე ცხოვრობს ხო და ეს არის აი საზოგადოებისთვის რამდენად მისაღები არის ხო აქედან გამოდივარ ხო აი მე რა ბიჭო გიჟი ვარ მე გავაკეთე დამცინ და მე რა დამცინებს ხალხი დამცინებს ხალხი აბა ევროპაში რო პირობითად რა სადაც ეგ მიუღებელია და იქ რო გააკეთო ყველა დაგცინებს იქ upside down ხო გარდა დაცინებისა მანქანიდან რო გადააგდო სიგარეტი რაღაცა გადაიღებს ჩაუგდებს პატრონს შედი მანქანის ნომერი და მოგადგება ჯარიმა და რომ მოგიწევს გაგაცინებთ ერთსაც მე თქვენ ერთხელ იშვიათად მიწევს ტაქსისტებთან, მაგრამ ხო ტაქსისტებმა ხო ძალიან შეამცირეს სიგნალების მიცემა ეს როდგან, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ახლა ვერ გადაახტები და ადრესე პი და ერთხელ ესე ტაქსისტი ასიგნალებს და ახალგაზრდა ბიჭი იყო და მეუთხარი ისე მოგწალებულად რომ 16 მანქანით უკამდგავარ ჩუქნიშანზე და მეუთხარი ხო 8 სიგნალები რა ხوار გადაახტებენ ამას კი არ უსიგნალებო იყო პირველი რომ არის ხო და მე მომიტრიალდა და გერმანიაში ვიყავი მანქანის ჩამოსაყვანად წასულიო მითხრა და სანამ ქალაქიდან გამოვედი 6 ჯარიმა მომარტყესო სიგნალზე იქ აღარშებოდა რა ჩამოვედი აქ ისე ვაკეთებ მითხრა განაახლა ხო ის ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცეს აი ხა მე ესე შეგონებით ასე ვთქვათ რომ უძახოთ ადამიანს ხო როგორც თქვენ თქვით ერთი შეურაცხყოფად შეიძლება მიიღოს შეურაცხყოფა მე და თქვენ გვაქვს ერთნაირი უფლებები ჩემი ჩინა პელატები, რეგალიები, ბედნიერების ელჩობა თუ ასე თუ ისე, ეს ჩემი ტვირთიც არის, ჩემი ბედნიერებაც არის, მაგრამ 18 წლის ხართ, გინდა 58-ის ვიყო, გინდა 62-ის ვხდები, ერთნაირი უფლებები გვაქვს. არაფერი განსხვავებული უფლებები არ. ამას უნდა მივეჩვიეთ, რომ ნებისმიერი ბოგანო ვინც იგზის იმისი და ჩემი უფლება ერთნაირია, ამიტომ დავდგი ემპათიის შუქურა მსოფლიოს ბევრ ადგილზე ნიუ-იორკიდან დავიწყე, რომ ემპათია ანუ თანაგრძნობა არის არა შესაძოდაო, არამედ თანაბარ უფლებოვან ადამიანად გცნო. ეს არის ემპათია და ეს არის განათლებული ადამიანის ეს კი არ ნიშნავს მაინც შენ უნდა დავждე თუ შენ თქვა სხვა ცხოვრები ცხოვრობ მაგრამ ვიცოდე რომ შენი უფლება ზედა შეურაცხყოფა არ მოგაყენო იმიტომ რომ შენ თქვა ისეთი წარმატებული არ ახარ როგორიც ეს ბატონი გიორგია და ამიტომ იმან შენ უნდა აბა მე ხომ არ ვიტყვი ჩემ თავს ხო ანუ ნახეთ ჩემზე მეტად მაგზანელია ხო რომ ნახეთ აი მაგისთვის ნახეთ რა კაი რამეა შეხედეთ ერთი ფრაზაა როცა არავის ედარები არც არავისზე ნაკლები ხარ და არც არავისზე მეტი ანუ ეს ჩემზე სადმოვა აგეზის ქუჩაში 20 კაპიკს აგროებს და მე ბიჭო დისტრიბუტორი ვარ რაღაცა ვარ პროფესორი ვარ ბოლოს და ბოლო რა ვიცი ექიმი ვარ როცა საკუთარ თავს ედარები და ეჯიბრები პიროვნულად უკვე იზრდები თუ გინდა დღეს უფრო და ნაკლები წარმატებით იყო ვიდრე გუშინდილით მაგრამ შენ აზროვნებ და შენ თავთან მეგობრობ, ხო? და აღარ ამბობ, რომ ეს კაცი ამაზე არ დამეძო, ან ის ბიჭო მასკი ბიჭო, მაგას მე რა შევედრები. რატომ უნდა ვედარებოდე? ეს არის მე მთელი ცხოვრება პრობლემა. სულ რაღაცა გიჭირს, მეზობელმა თვალი უნდა დავთხარო, ჩემ მეტი უნდა გავაკეთო, მინდა ეს კარგი ანეკდოტია და დავასრულებ ეკოლოგიას ეხება. დგანან გორბაჩოვის პერიოდ გორბაჩოვი გემახსოვრებათ გვარად მაინც, ხო? ნახეთ ქუთაისში დგანან ჯაჭვის ხიდზე და ესეთი დევნება ახლა ვხედავ ბიჭიკია რომელიც მაგას გადავახტუნებო ამ ხიდიდან ბიჭო რას მოერევია მაგი ორჯერ შენზე დიდია არა ბიჭო სიტყვას ვეტყვიო რას ეტყვიო და ცურ არ იცისო რაც გადა მაცადევა უთხრა მოუახლო და გაიგე ბიჭო ესე უნება რაიაო იმან უთხრა ოდიში ქუთაისში ლეგზე იმ ვირიშვილ გორბაჩოვსო ჯაჭვის ხიდიდან გადახტობა აუგრძალია ვინ კითხავს გორბაჩოვსო და ის ხუპა ის დავჭდა ზრუაიცო და იმის ჯინაზე ასე ცხოვრობს ხო ადამიანების მეტი კი ხო და თუ შენ თავს ეჯიბრები კი ბატონო შენ თავს თუ გინდა შეეჯიბრე და გაეჭიმე დიდად წაგებული ვერ იქნები ხო კი მხოლოდ წინსვლას წინ იქნები თუ უკან მოძრაობაა ცხოვრება და უძრაობა უკვე სტაგნაცია და სკოჩი გააქვთ ვინმეს ავიკრაფიზ
არა, სასაუბრად მოვედი, ძალიან საინტერესო საუბრად. აი ჩვენი ახლა რამდენიც არ ვისაუბრეთ, მოკლედ ყველა მხრივ მივადექით იმ ამბავს, რომ მაინც ეს არის პიროვნულად სათითაო ადამიანის ცნობიერების ამბავი. და არის დედამიწის გადარჩენაც და დედამიწაზე საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი თავთან დამეგობრება და საკუთარი ცხოვრების ცხოვრება. გავბედე და გავხდი ის 2021 წლის 27 დეკემბერს ბერლინიდან მივეცი ეს ინტერვიუ და ერთი სიტყვით რომ მკითხოთ, ახლა ერთი სიტყვით შეაჯამეთ თქვენი 60 თუ 62 წლის ცხოვრება. გავბედე და გავხდი ის ვინც ვარ. ეს ძნელია? ვითომ ძნელია და რო გაბედავ და გააკეთებ, მე აღარაფერი აღარ არის. გასაგებია ახლა წლოვანება, გასაგებია ახლა უკვე რაღაცას რო მიაღწიე და სხვა და ეს რატო გაცვია, ის რატო ისაც რა უნდა ის თქვა. როგორც კი ერთხელ გადიხარ ორბიტიდან და შენ ვიღაცების კრიტიკას არ პასუხობ, უკვე აღარ ხდები საინტერესო. კი. და აღარც შენ გაინტერესებს მე იმ ადამიანების აზრი. ხო, ნახეთ, მოდით ასე, ჩემი თავარ ცხოვრების პრინციპი არის ძალიან მარტივი, უმარტივესი. ჩემი თავისუფლება უნდა იყოს უსაზღვრო, პიროვნული თავისუფლება, აი ახლა აეროპორტში მივდივარ, თქვა აქედან გითხარით, იქ თავისუფალი მოქალაქის ძეგლი დავდგი 2020-ში ბენ-გურიონის უნივერსიტეტში და უამრავ სხვა ადგილებზე. თავისუფლება, ღირსება და ბედნიერება ჩემი ცხოვრების ტრიადა ფორმულა ბედნიერების, ანუ საკუთარი თავი გაათავისუფლე, საკუთარი წნეხისგან, საკუთარი ღირსება, როგორიც არის, იქნება რა არის კარგი ღირსება, იქნება ცუდია. რა არის ცხოვრება, გიორგი ბატონო, რაც მე დღეს ჩემი მენტალობით, ჩემი ცოდნით და ჩემი ემოციით შემიძლია შევხედო და წავიკითხო. ეს არის ცხოვრება. ჩვენ სულ გვასწავლდნენ, იქნება ეგ არ არის, იქნება მეტი რა არის. ხვალე უკვე იქ მიფრინავ 60-ში მაგ სამნახევარი სამოსახლო. იცით რატო? 7 ნათლულზე იძლევიან ერთს. და რამდენი ნათლული მეყოლე, ბაბა როგორ და მათემატიკა უწევ 25 მყავს. 3-21-ია და კიდე ის ნახევარ სამოსახლოზე ცოტა მეტი, ხო? და ნახეთ, ჩემი თავისუფლება უნდა იყოს, მაგრამ თქვენ თავისუფლების ველს ნებისმიერი ბოგანოსას კი რო უახლოვდება, იქ უნდა ჩერდებოდეს და მეორე უმარტივესი რა, რაც არ უნდა ცუდი იყოს კანონი, მისი ღირსეული კანონ აღსრულება. ამას ვეძახი ღირსეული მოქალაქის ღირსეულ კანონმორჩილებას. როგორ ცუდი იც? აბა აი, როცა შესაძლებელია, მე ვთხარი, ნახეთ, მე რევოლუციონერი არ ვარ, მე ევოლუციონერი ვარ. ევოლუცია განვითარებაა და მაგისთვის არის ხალხი და ეს და მაგრამ ვეუბნები, ნახეთ პირველი პუნქტი რა არის? ჩემი თავისუფლება. ჩემი თავისუფლება თუ მინდა რომ არ გაისყვანჩოს, ამისათვის ის ცუდია თუ კარგია ის კანონი უნდა შევინარჩუნო, ხო? შევასრულო. ახლა თუ რევოლუციონერი ვარ და თუ კანონშემოქმედი ვარ და იგზივარ სანამ როგორც ეთქვა ღმერთმა დაგვიფაროსო, ხო? მაშინ ეს მსჯელობაა. მაშინ ის ჯერ არ არის კანონი. მაგრამ შემოიღეს გორბაჩოვმა თქვა არ გადახდეო? არ გადავხდე. უკვე შესაძლებელია, კი. ხო, ჩემი ცხოვრების მე კი არ ვამბობ, რომ ეს არის საუკეთესო ანეზერი ჭეშმარიტება. მე უბრალოდ გიზიარებ ჩემი ცხოვრების პრინციპს. მარტივია და ნათელი. ჩემი თავისუფლება თქვენ თავისუფლებას არ ჩაგრავს და კანონი როგორც ვიც არ უნდა იყოს, არ ვაძლევს საშუალებას ჩემი თავისუფლება დაჩაგროს. ანუ ამისათვის ვასრულებ. როგორ ეხლა წითელზეც არ გადიხარ აქეთ რომ მოვდიოდი იქ რაღაცა შემეშალა. ხო, კი, ესეთი ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა, მივიღებ იმას და გადავიხდი. და არ დავიწყებ რომ ერას გამომიგზავნეს. დიახ, კანონი უნდა ვიცოდე რომ თუ დავარღვევ, შესაბამისი მოქმედება და ამისთვისაც შინაგანად მზად უნდა ვიყო. მაშინ ცხოვრებას ფლობ ხუთი თითივით, ხელის გულზე და მიქელ გაბრიელიც რომ უკაკითხავს წასაყვანად. ეუბნები, სატიყავ კაცო ამდე ხანს. აქ ცხოვრებიდან წასვლის სამი მთავარი მომენტია ის ნახატი არ წამომიღია. ფუძი ამაზე რო ვიყავი, მე იმაზე მივახატე. ნახეთ 80% აღმოჩნდა ადამიანების, აი ეკოლოგიაზე ვლაპარაკობთ, წასვლაზე ვლაპარაკობთ ამ ქვეყნიდან, იმ ქვეყანაზე გასწორებულია, ხო ეკოლოგია. გაზიზინებულია აქ ეკოლოგია აქეთ იმას სამოთხეში, ხო? კი. იქეთ ყველაფერი მწვანეა და არის ცოტა. მაგაზე კარგი ანეკდოტია თუ მეტყვით მე მოვყვები. და ნახეთ 80% ადამიანების თურმე სიკვდილის წინ რო შეისწავლეს
გაუგებრობაში და ამბობს ჯერ არ დამიწყია ცხოვრება და უკვე ვკვდები, იმიტომ რომ ხო ჩვენ ცხოვრებას უკვე ესმის რომ ძალიან ხანმოკლეა, ამაზე ერთი ლექსი დავწერე და აღმოჩნდა რომ ერთ წელიწადში 34 მილიონი ჩასუთქვა მარტო, არა 16 მილიონი გულისცემა რაღაცამდენი მილიონები და მოკლედ ეს ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი ასე ფიქრობენ 80% რომ არ დამიწყია და მივდივარ 20% ის არის ვინც ცხოვრებას არსი და გემო გაუგო მე იქავარ ხო გავიგე და ამბობს რომ 1.9 ამბობს გავიგე ცხოვრების გემო გავერკვიე ცხოვრებაში და ახლა მივდივარ ვნანობ ანუ სინანულში და ბოლოში ტოპ ფუძე ამას წერვალზე არის 10% რომელიც ნეტარებაშია რის ნეტარებაშია რო ხდება დიახ, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მე ნახატიც გავაკეთე ამაზე ერთი განათლებული ადამიანისთვის სიკვდილი და სიცოცხლე ცალ-ცალკე არ არსებობს. ერთი სიცოცხლის ორი პროცესია, აქაური და იქაური. რომ დაიბადა, იცის რომ აუცილებლად მოკვდება და ის ამბობს ნეტარებაში. ვიცხოვრე, მე ვახციე იმას რომ ცხოვრებას არსი და გემო გაუგე და ეხლა მოვიდა დრო და მზადავარ რომ დანარჩენი იქეთ გავაგრძელო, ხო? ახალი მოგზაურობა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ნახეთ, ანეკდოტია ისევე ქუთაისაზე აქედან რომ მიაკითხო, გადატრიალდა მეორე მხარეს, ვიცით ეს მიქაელ გაბრიელმა და დაიდობალიში და ბოლოს მხარზე დაადო ხელი დაუთხრა შენ არა. ისაო გადმოტრიალდიო, კაცურად მინდა წაგიყვანო რომ სულიო ამოვიღო შენი პირიდან, თორე სხვა ორგანოები და შიში მთელი ცხოვრება იმისა რომ ეხლა მოვკვდებით ჩვენ ცუდი ეკოლოგია გვაქვს თურმე მოვკვდებით არა დღევანდელი თაობა და დღევანდელი მთელი მსოფლიოს პრობლემა რა არის გადაბერება ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივობა 40 წელი რო იყო და 2 საუკუნის უკან საშუალო და დავით მეფე 50-ის მხრწოვანი რომ იყო და ანა კარენინა 27-ის რომ მოკვდა და მისი ქმარი 35-ის თუ რაღაცის და შემოვიდა მოხუცი ალექსეიო თუ რაღაც ხო ეს დრო დღეს 75-78% საშუალო ასაკი ადამიანების ხო მიუხედავად იმისა რომ ეკოლოგია ბინძურდება აი ძალიან მარტივი მაგალითი იმიტომ რომ ხო არ უნდა ვაშინოთ მაინც და მაინც ჩვენი თავი და თან რო არაფერს არ ვაკეთებთ თან რო აი რა დაგემართება თქვენ ხო ხო აი ეგ გვინდა რა დაგვემართება რა უზიანს მოგვიდა ნახეთ ეხლა ეს კაცი იტყვის ამაზე შეიძლება თუ არა რომ ხარისხი გავიუმჯობესოთ რა თქმა უნდა შეიძლება ცხოვრება არის აქ და ახლა აი აქ ამ წუთში ახლა ბოდიში ძალიან და ნახეთ თუ მე ახლა ამ წუთს აქ ვცხოვრობ ჩემი ხარისხი გავუმჯობეს და ხო მაგრამ გარეთ რომ ჯერ ნაგავი ცალ-ცალკე არ იყრება ჯერ ნაგავი შეიძლება 1-2 თაობის მენეჯერს გადაიყაროს იქ და ონკოლოგიასთან ამდენად აქვს ხა თქვენ როგორც ახსენეთ თქვენი კი მოგადატანეთ ნახეთ ამბობენ რომ მაგრამ ნახეთ ონკოლოგიური დაავადებები გაიზარდა აქედან იქედან გამოდიან ადამიანები სხვა სტატისტიკა არსებობს მაგრამ პატივისცემა უნდა ყველაფერს დღეს აღმოჩენის გზები გაიზარდა კაცილებით ადრე ვიდრე ადამიანი კვდებოდა და მე არ იცოდნენ რის გამკვდებოდა ხო აღმოჩენის და დიაგნოსტიკის გზები და ვერ გაუშვებ შანსს ხელიდან არ ვთქვა როგორც კი მოგადატანება რომ ქალმა წელიწადში ერთხელ ძუძუს ფარისებრის და გინეკოლოგიური და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ხო უნდა ატაროს გათხოვილია გაუთხოვარია 12 ბავშვი ყავს 16 თუ საერთოდ არ უნდა კაცმა პროსტატის და მსხვილი ნაწლავის ფილტვები წეველებისთვის არის. დღეს კიბოზე იოლი განსაკუთრებული დაავადება დაახლოებით 80-90% კიბოსი. უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ შიში ჯერ კიდე დარჩა, რომ კიბო პირველი ადამიანი, ოღონდ მართლა პირველი ვიყავი 15 წლის უკან 2010 წელს მარი მალაზონიას გადაცემაში არ იცოდა იმან ოპერაცია თუ გაკეთებული ჯერ სამსახურში არ ვიყავი გასული. მივედი ეს ნახევარი რა დაგემართათ ბატონო არსენ მე უნდა ტელეფონი დამირეკა, მოდი გადაცემაში მივედი. და თქვი იქ პირდაპირ ეთერში რომ კიბო გადავიდა ეთქვა და ვიდა მე ადამიანები ახლა ჩემზე მაშინ უფროსები და სხვა 10 წლის 15 წლის უკან კიბოსონო იტყვიო მაინც ახლა ეთერში რატომ მივხარი აბა რა ვთქვა რა დაუძახო ბაბუა ჩემი ამბობდა გველი არ დაუძახოთ უხსენებელი დაუძახეთ ბაბუაო იმიტომ რომ ეს შიშები ასე ასწავლდნენ იმ სიტყვას თუ არ თქვი შიში ზარავდა ადამიანს სიტყვა ზარავდა სიკვდილის შიში კიბო კიბოზე იოლი განსაკუთრებული დაავადებები დღეს აღარ არსებობს განსაკუთრებით ფარისებრი ძუძუს ფლიან მოკლეთასაც კი არ აკეთებენ ჩვენ წელიწადში რამოდენიმეს აღმოვაჩენთ ხოლმე ახალგაზრდა ქალებში რომლებიც შვიდისთვის მოვიდნენ და 1000 ადგილზე იყვნენ დამკვირვებლები და არავის არ ქონდა ესენი გამოკვლეული მე ამას რომ უპოვი და მაგალითად ფარისებრი ჯგუფი ძალიან მარტივია ორ თვეში ისე მოდის უკვე დანარჩენი ბრუნდება ოპერაციის მერე და ნახეთ ასეთები არაერთი ყავს
ცხოვრების მეუბნები თქვენ ეს თუ არ გაგიკეთეთ. თქვენ ახლა კი ფიქრობთ რომ თავარი თქვენთვის შვილია, მაგრამ ხვალე რომ დაიწყება ორსულობა და მე რო აღმოჩნდება რომ ძუძუში რაღაცა გაქვთ, იმაში მე ორსულობა ცალკე უნდა შეწყდეს, მე სიცოცხლე ცალკე მიდის კითხვის ნიშნის სხვა. თავში გაიკეთე, მოემზადე, გააკეთე, ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ ელემენტალური რაღაცეები განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, მათ შორის კიბოს პრევენციისთვის წელიწადში ერთხელ ეხოსკოპიური კვლევები კიბოთა 80%-ზე მეც მარტივად აღმოაჩენს და მარტივად აღმოჩენილი კიბო დასაწყის სტადიაზე, როდესაც ის არ არის ჯერ გასული ორგანიზმის მთლიან მასშტაბში, მარტივი ქმედებებით შეგიძლია სამუდამოდ დაიწყო. აი ცოცხალი მაგალითი ზივარ ამისი, ხო? ხო, ну ესეც პროგრესის ამბავია, ხო, ესეც იმის ამბავია, რომ ტექნოლოგიური განვითარების, ხო, მედიცინის განვითარების და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა მეორე მხარეც არის, ხო, ჩვენ წყალს რო სვავთ გვინდა რომ სუფთა წყალი დავლიოთ, ხო? რატო არ გვინდა რომ რაღაცეებიერიო შიგნით, ხო? იმიტომ რომ ვიცით რომ სუფთა წყალი არ გვავნებს და პირიქით სასარგებლოა, ხო? აი რა ტიპის ეს სპეციფიური იმიტომაც ქვია, ხო? აი ამ ტიპის ნარჩენსაც ჩამოთვალეთ გიორგი, რომ ყველაზე მეტად ალბათ აღწევს სხვადასხვა იქნება ნიადაგში თუ წყალში თუ ასე შემდეგ, ხო? მაგალითად ერთ-ერთი არის ეს ბატარეები, რომელსაც აგროვებს. იმ დღეს ვამბობდი რომ შევცვალე ორი ბატარეა, ხო არა გაქვთ სადმე ვინმეს თქო გადასტაგდები და ჩვენ სამსახურში კი ვაგროვებთ, მაგრამ სახში ძნელია, იცი და ინახო, მერესაც წაიღო არ არის ეს. აი waste-less აქვს ახლა ძალიან ბევრ ადგილას, თითქმის ყველა კი, ჩვენ კლინიკებშიც დავდგით და შეგვიძლია თქვენს ой, მოიტანეთ რა ჩემ კლინიკაში და რა არის შემოსაჭირო? ტელეფონში რომელიც არის პირობითად, რომელიც იმუხტება ბატარეა, ზირთადად rechargeable, ანუ დამუხტვად ბატარეები არ შეიძლება. იცით რა არის, ამას სპეციფიური მოპყრობა ჭირდება. არ შეიძლება იმაში არ შეიძლება, იმიტომ რომ საფრთხის შემცველია, შეიძლება აალდეს. თუმცა ესეც შეგიძლიათ ჩააბაროთ waste-less. ეს ცალკე შეგიძლიათ ჩააბაროთ. მაგისთვის ცალკე ყუთი შეგვიძლია დაგიდგათ კიდე მარტო მხოლოდ ლითიუმებისთვის. არ ვიცი, ლითიუმები თუ არ ბევრია. ლითიუმი არ გექნებათ. ზოგადად გექნებათ ანუ ყველაზე საშიში აი ამ ჩამოთვლილი ხუთი სპეციფიური ნარჩენიდან მაინც რომელს გამოყოფია. იცით როგორ არის, ყველა გარკვეულწილად საფრთხის შემცველია. საბურავი პირობითად საბურავი, მეორე ბატარეა, ბატარეები და აკუმულატორები, ტყვია შემცველი, ელექტრომოწყობილობები და სამანქანე ზეთები, გამოყენებული ზეთები. ელექტრომოწყობილობები რა, მიკროსქემები და ასე შემდეგ. აი, თუნდაც ესეც ტელევიზორი თუ ნუ ტელევიზორი მაცივარი, საყოფაცხოვრებოც, მათ შორის ეკოლოგიას უნდა მიუძღვნა ერთი ისა, მინდა რა ქვიან მონუმენტი გავაკეთო, მართლა მაქვს გეგმაში ახლა რომ მიფრინავ, 21 საუკუნის მუზეუმის უნდა მოვინახულო და რაღაცა მინდა და აი მე თქვენთან კონტაქტში. კი ბატონო. მოკლედ ბატარეა, ხო? ბატარეაში არის ქიმიური ნივთიერებებიც და არის მეტალები, ხო? იგივე ელექტრომოწყობილობებში ხა. ელექტრომოწყობილობებში არის მეტალები და იქაც ქიმიური ნაერთები შეიძლება აღმოაჩინოთ, ხო? ეს მე ხე გარემოში თუ მოხვდა, ხო? გარკვეული დროის შემდეგ ხდება ნიადაგში, ხო, პირობითად, ხო? ნიადაგიდან მერე წყალში და ჩვენ საკვებ ჯაჭვში საბოლოოდ, იმიტომ რომ მე იმ წყალს ჩვენ ვიყენებთ სარწყავად, მოურწყავთ სავარგულებს, სადაც მოყავს საკვები და მე ცხოველებს დავალევინებთ. ხო, იმ ხო, თუნდაც ცხოველებიც მიირთმევენ ამ ბალახს, ხო? ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. კარგიც რა არის, აი ბატონი არსენი რაც საუბრობდა, რომ ეს ადამიანის აღქმებია, ხო? ჩვენი აღქმებია ეს ცხოვრება, ხო? როგორ აღვიქოთ ჩვენ გარემოს, ხო? მაგრამ თვითონ გარემოს აქვს რეგენერაციის დიდი უნარი, რა. აი პირობითად დაბინძურებული ადგილი რო აიყო და დავანებოთ თავი, ხო? გავა რაღაცა პერიოდი და ის თავის დაიწყებს აღდგენას, რა. ეს უნარი რო არ ქონდეს, ეხლა საერთოდ არ ვიცი, ალბათ ხო, კაცობრიობაც გადაშენდებოდა, ხო? მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავაბინძუროთ. არ უნდა. ხო, მაგრამ როგორც ახსენეთ, უნდა დავანებოთ მაშინ იმ ადგილს თავი. ბატონო გიორგი, რაღაცა ნიშნავს ამას ჩვენ ვერაუვალთ თუ ახლა მოდი გარკვეულწილად ამას ვაკეთებთ, მაგრამ ხო? თუ შეგვიძლია შევამსუბუქოთ რაღაცა ნაბიჯები თუ უკეთესობის შეგვიძლია. აბა რა ვქნა, თუ არ შევჭამე, არაფერი არ გავაკეთე, არაფერი არ ზომიერება. კი, მაგრამ როცა ვიცით, რომ პირობითად ზეთი არ უნდა დაუყაროთ მიწაზე, ხო? არის სპეციალური საშუალებები, რომ ელექტრომანქანის მაგარი მომენტი იცი კიდე რა არის.
5 წელია მე ზეთი შესვლა რა არის არ ვიცი. აჰა. არა. არ ჭირდება ელექტრო. მეც ელექტრომობილს მართავ და ძალიან კომფორტულია მინდა. არ ჭირდება ზეთი შესვლა. დიახ. ხო, აი. არა აქვს. კი, და ნუ გამონაბოლ ქვის თვალსაზრისითაც ხო რამხელა ის არის ხო. ხო და ამიტომ ამაზე არის დასაფიქრებელი რომ თუნდაც ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და ეხლა მოდით და ნარჩენებს მარხავთ. აი ნარჩენი მხოლოდ ის არ არის, ნაგავი არ არის, ხო? რა ქნას გასვა. შეიძლება ჩემოგიორგი რა ქნას თავზე დაყრავს, რუჩებდიან დამარხოს. არა, ეს გასაგებია იმ კაცმა რა ქნას, მაგრამ ამ კაცმა შეიძლება ქნას ხვანაირად. რა ვისაც რომ მიხვედით და უთხარით რომ ნუ დამარხო, აი ბატონო, აგერ მომეცი. აი ბატარეიკას მიწაში რო ჩააგდებ მე მომეცი. კი ბატონო. ხო და ანუ მოკლედ ესეთი პირდაპირი კვლევები არის ჩატარებული სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ არ არის. მე ვისურვებდი რომ რაღაცა იყოს კვლევები, რომელიც გზელბოდიანი უნდა იყოს ეს ბევრი წლის. კი, და დააკვირდეს პროცესს. ჩემო ოქროს ბატონო, შეიძლება ერთი მოსაზრება გამოვა. სიტყვა სამწუხაროდ საერთოდ ამღებული, მაგრამ არ ხმარობ, ეხლა ამაშიც არის ეს განჯები ამ წიგნში შეტანილი. ახლა რა ხდება, ნახე. სტატისტიკა ცალკე თემაა, რომელსაც უამრავი ფული სჭირდება და კიდე სხვა რამ. დაახლოებით ჩვენი ტიპის ქვეყანაში როგორიც არის მანქანების რაოდენობა თუ სხვა დაახლოებით ისეთი იქნება. ქმედებები ის ფული ქმედებებზე დავხარჯოთ, რადგან ორივეზე არა გვაქვს. უფრო ლოგიკური ხო არის, ვიდრე წუხილით საკუთარი თავი შეწუხებული ვყავდე, მე თუ შევწუხდი, მე რას გავაკეთებ? კარგი, როგორ წუხვარ, ვიცახო და საერთოდ ჯამში ჩემ თავს мотиваცია დაბლა მიდის და იმანაც ვთქვა, მე წუხვარ ამას აქ რო აგდო და ყველა წუხილშია, საქმე წინ არაფერში მიდის. იღავი ბატონო ბედნიერი ნუ იწუხებ და შეგიძლია ნუ გადააგდებ ამ ბატარეიკაზე თუ აგდებ მაინც შეწუხებული მაინც ნუ გაიქნებ მაინც აკეთებ და კიდე შეწუხებული ვარ ვიცი ხო ხო მაგიტოა ზუსტად საჭირო რომ ეს ალტერნატივა ქონდეთ ადამიანებს გარდა საკუთარი თავის მე ეს კარგი იდეა მომივიდა საკუთარი თავის ეკოლოგიის გასუფთავება ყოველ სიტყვაზე ვიძახდე ტანჯვა ცხოვრება სამწუხაროდ ეს დამაგვიანდა სამწუხაროდ ის ვერ ქენი სამწუხაროდ სულ ჩემ თავს ვაგონებდე მე ამაზე ნახატი გავაკეთე და არტიც ყველაზე უტვინო ორგანო ადამიანს იცით რა აღმოჩნდა ტვინი ესე აღმოჩინეს ფსიქოლოგებმა ბოლო 1-2 წელია. ანუ რასაც ვეუბნები ჩემ თავს, მე აქვს ყურში, მე დებს აქ ტვინში და მოქმედებს თელი სხეულის. როგორ ახარ ნინო? ნინო კარგათაა, მაგრამ ხო არა მიშავს, იცით თქვა. კაი გონა მის მაყურმა არა მიშავს. წაიღო აქ და მთელი მისი დანარჩენი მოქმედება სხეულს ქვეშეძნეურად მიწა რომ არამიშავს კაცი ხშირად არ იღიმება, სწრაფად არ დადის, ჩემსავით ცეცხლივით არ აცლის სხვებს არ უჭრის ლაპარაკს ხო? და კი იყო, კაი ხაზი, მაგრამ ახლა აი გაიგონა ხო? არა და მინო და არის შთაგონების ამბავია რა, მოკლედ ეგეც და ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. მოფრინა ბატონო, მოფრინა. ზურდა ეგარი და უნდა შევთავაზოთ ჩემი აზრი მოკლედ ეგეთია რა რომ ადამიანებს არ დაჭირდეთ ძალიან ბევრი ფიქრი და რაღაცა თავგადასავლების გავლა იმისთვის რომ მიიტანოს ნარჩენი და ჩააბაროს იქ სადაც საჭიროა რა რაღაცა უფრო მარტივად უნდა იყოს რა კაი რამე თქვით ახლა რა კაი რამე თქვით ეს ბატონი უპასუხებს სად გიორგი ბატონი მაგრამ ნახეთ ცოტა ხო არ იქნებოდა კარგი ამბავი რომ საკუთარი თავის გონების ეკოლოგიაზე დაგვეწყო ფიქრი და ანუ რაც უფრო კარგ ხასიათი და ნაკლებ სამწუხაროს ისახი და ნაკლებად ეჯიბრე ბიჭო ყრის ჩემი მეგობარი გრიშა თო ამდენს და ჩემი იმას რა გამნიშნულობა არა იმას ნუ შეეჯიბრები კაცო იმას მაინც ვერ დაეწევი და შენ თუ იქამდე მიხვალ რომ გესიამოვნება რომ ეს ბატარეიკა აქ ჩააგდე ეს კაცო უბრალოდ რომ გესიამოვნება მე თუ გინდა იმათმა ისე იქ შეაერთონ უკვე ხო პირველი ანუ საკუთარი თავის გონების სულის ეკოლოგია ხო ცოტათი გაასუფთავე. კი და შენ თავთან მართალი. შენი ქმედების შესაძლებლობა ხო კენი. ჩვენ სულ ასე ვიცახით. მე ხომ არა ება დანარჩენები. შენ გააკეთე. ოღონდ თუ ამას გააკეთებ სურვილი გაგიჩნდება და ისე ამ ქვეყანაში არაფერი. აბა რომელ ქვეყანაში? აქ დაიბადო ბატონო ვითომ ამერიკაში დაიბადო ტრამპი იქნება ხო? კი ბატონო წადი დღეს აღარავინ არსად გაკავებს ხო? ცხოვრობა გაგინება აქაურობას და აქ ყრი ყველაფერს და მე ჩემი შვილმა არ მინდა რომ აქ იცხოვრონ.
კი ბატონო, იცხოვრებენ. მაგ ლოგიკით ახლა თუ არ იცხოვრებენ, შეიძლება ამოისუნთქოს კიდე ცოტათი ნაკალი უნდა გავიდარჩეთ ჩვენ ქვეყანას, ხო? ხო, ნუ მოდით ახლა ცოტა ყველა მხრიდან შევხედოთ და ანუ საკუთარი სუნთქვა და სული და ემოცია ერთი პატარა, აი დღეს მაგალითად ნაღდი საქმე გაკეთდა. ეს გიორგის ტელეფონს ავიღებ და ის ამ ბატარეიკის იმას მომიტანს და თუნდაც 5 ბატარეიკით რო სამსახურში ხო იცვლება ახლა საათები მაგ რაღაცები. მენეჯერს ვეთყვები და თანამშრომლები მოიტანენ საქმიდან, მე მივიტანე. უკვე ბედნიერი ვიქნები. აი ეს არის ბედნიერი, პატარ-პატარა რაღაცები. მეტი არაფერი. არ წინათ არ ჩამოვარდება ვიღაცა და არ დაგადგება ღმერთი რომ აი დღეს იყავ შებედნიერი. სამყარო ჯეიმს ალენი ამბობდა სამყარო არც კეთილია არც ბოროტი არც ჯოჯოხეთია და არც სამოთხე არის ისეთი როგორიც არის და შენ რა შეგიძლია აღიქვა right now right here ახლა ის არის სამყარო შენთვის ხო აი ერთი ბატარეის ამბავი რეალური გაკეთდა ეს რეალურობაა ხო პირადი პასუხისმგებლობა სიამოვნებაში უნდა აიყვანო სიამოვნებაში რომ აკავს ჩემ ქალიშვილს ახლა რაშჯის ამაზე იქიდან რომ ჩამოვა ახლა წარმოიდგინეთ რომ რამოდენიმე დღე აქ ამხანაგები უნდა ნახოს და ეს უნდა წაიღოს თან სადღაცა გარაჟში ბარდებაო სადღაცა იქ პაკეში ვიღაცა უკრაინელები აგროვებნო და მითხესო ამერთხელ ჩავიბარებთ და შემდეგში ესე თუ არ მოიტან დაკეცესო და მე და ჩემი ძოლი ვკეცო და მარიამ ბარდაგინო და დაკეცე ჩავყარეთ იგივე ხდება ჩემ ოჯახშიც ზუსტად ნახეთ უკვე იმათმა ეს გვასწავლეს მე კიდე რაღაცა მე კიდე და იმან მითხრა მე საერთოდ მამაო გადავედი ონკანის წყალზეო რომ იქო აღარ დავლიო ის წყალიო და ხა მე მაინც კიბო გადატანილი რო არ მსხვილი ნაწლავი საერთოდ არ მაქვს ერთ-ერთი არ ვაფშე ნახევარი ორგანოები არ მაქვს აბა რა ბატარეებზე ლაპარაკობთ მე თქვი თვით დამუხტვადი ელემენტი ვითავარ თქვა ამ წიგში დავწერე მეც გავცემ მეც ვიღებ და ამიტომ მიკროფლორისთვის მუდმივი ცვალებადობა იქნება და ის ასე თუ ისე დასტაბილიზებული პასტერიზებული წყალი არა და ერთი თირკმელი რომ აქ 2 ლიტრამდე თუ არ დალიეო და ესეც წლის კულტურა დალევის ხო არა ამ პატარებს სულთან დააქვთ ხო ჩვენ მე არ მქონდა ეს კულტურა და არა აქვს ჩემ თაობას და იძულებული დღეს დილით 1 ლიტრი მაგ დალეული ხო და დანარჩენი კიდე უნდა დავლიო ლიტრანახევრიდან 2 ლიტრამდე რომ არ ქნათ ამბობენ არის კვლევები რომ გაცილებით მალე ის დარჩენილი ნახევარი ორგანოები რაც ამაქვს გაცილებით ნაკლებს მემსახურება და ახლა კი ვთქვი რომ მზათავარ ნირვანაში იქ სასასვლელად თქვა მაგრამ აუცილებელი კი არ არის ახლა რა გამოცი ლათეგრის არ არის საქმე არა ისე შინაგანად რომ მზათახარ ძალიან მაგარი ამბავია სიკვდილის შიში რომ შენ თავში აღარ აგაკ ხო აი ახლა რომ დამთავრდება ეს და თქვენთან არა და წავიდე და მე თქვათ პირდაპირ იქ გაფრენდის მაგივრად იქ გავფრინდე მომატრიალოს ვინმე ფულწფელად რამე დაგჭავა რა ამ წუთამდე პოდკასტი მქონდა მისასვლელი და იქაც ვილაპარაკე არავის არ ვილაპარაკე ნანო არასოდეს ინანო მიღებული გადაწყვეტილება მიუხედავად შედეგისა იმიტომ რომ უკან არ დაბრუნდება ახლა რას ვნანობ თუ ვნანობ არ უნდა ვილაპარაკო და თუ ვილაპარაკე ნანსინანული რაღაც მისად სამწუხაროდ იცით ბევრი ვილაპარაკე თავში გეფიქროთ ბატონო არა ხო უნდა გავხიარულეთ ახლა აბა რა თქმა უნდა აი ბატარეებს ახლა რაც ბატარეის ამბავი უკვე მაგარი ამბავია ძალიან მიხარია იმიტომ რომ ახლა ჩვენი აბა მაგარ რამეს გეტყვი გინდა ეს ხო თქვენი მოდანილი მე ვცხოვრობ აქ და ახლა ოღონდ არ გაიკვირდეთ ამას ახლა მე წავიღებ მანქანაში ჩავიდე შენ აქ მოიტან კი არა მარჯობია მე აი ახლა უკვე აღებული მაქვს შენი ვიღაცა უნდა გამოვაგზავნო სად არის შენი მისამართი 12 ჯერ უნდა გამირეკო ეს გატეხილია გატეხილი რას ნიშნავს აქეთ ავხრდან მე რა შეგნით ხო შეგროვდება მოგიტანთ არა არ შევწუხდები ჩვენ მოგიტანთ არა მაგრამ მე უნდა დამირეკოთ მე მითხრათ მე ჯერს ნუ მე მომეცი მე ის გამოვიდეს სამსახურში მე ყველაფერს ვთვლი მაგრამ კი ბატონო იყოს ასე როგორც თქვი ჯობია რადგან დგამთ ახალი და ესეთი იყოს რა ქვია არადაზიანო ამას გარედან შემოვაკრევინებ და შიგნით ის რაოდენობა რომელიც ყელამდე არის მანამდე დაგირეკავთ მოგიტან მომეცით მე ეგეც თემაა რომ ეს გადასაგდებად კი არ შევქმნა არამედ გამოვიყენო ეხლა ვიცი ზუსტად რასაც გავაკეთებ მზის დაზიანებული დიდი ბატარეიკებით უკვე მოვამზადებს პანელები ავაწყობ ჩემს ახალ მონუმენტს რომ ის კი არ უტილიზაციაზე კი არ გამოვიყენე მონუმენტში და ადამიანი გაიხსენებს ეკოლოგიას და სხვა yes მომეცით ახლა პირდაპირ მომეცით ეთერში საინტერესო გარდა იმის ახლა ბატარეებზე რადგან დავიწყეთ საუბარი ხო გარდა იმისა რომ გარემოში არ მოხდება მან კიდე კარგი ამბავიც არის რომ რესურსი დაიზოგება რომლითაც ახალი ბატარეები უნდა შეიქმნას ხო
ამას რო ეს გადამუშავდება ხო. და ხო შეიქმნება ახალი ბატარეა ისე რომ ახალი რესურსის ამოღება ასე ვთქვათ ეს კიდე რატოა იცი რატოა მაგარი იცი ჩემი გაჩერება არ იქნება არც ეცადოთ ეს რომ დევს და ეს ბავშვებიანი აი გუშინ იყვნენ პატარა ბავშვები ყავდა თავისი შვილი ყავდა მოყვანილი მეორეზე მოვიდა 5 წლის უშვილო 7 წლის ამას რო შეხედავს იქ მე ამას გამოვდებ ისეთ ადგილას ხო და ყველას მიუწერ ხალხო ყველა პაციენტი გიცნობს და როცა მოხვალ სახლიდან ხომ მოდიხართ იცით ხვალექებთან წამოიღეთ ბატარიკა აქ ჩააგდეთ ეს თქვენი შვილისთვის მე თქვენი შვილს დავანახოთ მე ის იმას უკვე ჩაუშვდა ჩემ შვილს ვასწავლ აი ესე ნაბიჯ შეიძლება რაღაცა გააკეთო სხვანაირად ვერა პირველად ბედნიერების დიდი ძეგლი ამ კაკუნს sorry ბედნიერების 7 მეტრიანი ძეგლი რო დავდგე ვაჟა-ფშაველაზე 2019 წლის 1 თებერვალი იყო ეს ჩვენი დეკანატის წინ რომ დგას ეს თქვენი ნამუშევარი ჩემი არსენ ვენტაძე აწერია და ლევან მარდოსანიძე მაშინ ჩემი მეგობარი ის იყო რა ქვია სკულპტორი ამისი პირველი 3 ძეგლი თავისუფლება ბედნიერება და ღირსება მასთან ერთად გავაკეთე იდეა და პროდიუსინგი დადგმა ჩემი იყო მე ვიფიქრე კაცო ნახე კი არის მეგობარი და ყოველგვარი ყველაფერს გარეშე მიკეთებდა, მაგრამ მე ხო ვამბობ, რომ თუ ერთი ადგილი გაქვს, ერთ ადგილს კანალს რომ ეძახიან, შენით მოიფიქრე, შენით გააკეთე, შენით დადგე, იმიტომ რომ ის კაცო, შენ გინდა გველმოქმედება ვიღაცის ხარჯზე ეგრე არ არის, ხო? და პირველი ბედნიერების გალაქტიკა დავდგე 2 მეტრანახევრიანი, მე ნიუ-იორკში დავდგე 21 წლის 2 აგვისტოს ქართველთა სათვისტომოში და 3 თვე ნახევარში მეორე პანდემია იყო მაგ დროს, 3 თვე ნახევარში ავსტრალიის სიდნეის შავთით ყველა კონტინენტზე მქონდა გაგზავნილი, ხო? და ნახეთ ის ძეგლი რო დაიდგა ატყდა ერთი ამბავი რა დროს ბედნიერებაა ვიღაცა გაზეთ გაიგუდა ვიღაცა მოვიდნენ ჟურნალისტები უფასო რეკლამა მომაკე ვიღაცამ თქვა ფალოს გავსო ვიღაცა და მომადგა მაშინ რუსთავი ორი იყო ისა სამსახურში და მე ეს ძეგლი ესეთი პატარა მოდელი ოთახში მქონდა და ესე მიჭირავს არის ეს სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ და მე ვთხარი როდის არის რა სიტყვითო და რა თქვა მე ვთხარი ჩემი მიზანი იყო ხალხს ჩემ ქვეყანაში ბედნიერებაზე საუბარი დაიწყო ჩემი მიზანი აღსრულებულია ხალხი ბედნიერებაზე ასე თუ ისე უკვე ლაპარაკობს მეორე როდის არის დრო როდესაც არავინ კვდება ან არ შეა ვინმეს ან ომი არ არის დედამიწაზე ხო ეგეთი არ არის აბა როდის ვიყო ბედნიერი იმას დაველოდო დედა ტერეზა ამბობდა ნუ დაელოდები უნივერსიტეტის დამთავრებას პოდკასტის დამთავრებას გამოფრენას right now right ახლა და აქ იყავი ბედნიერიო და მესამე მე ვთხარი ესე მიჭირავს ხელში ეს ძეგლი და ესე ამას მე არ ვიცოდი ის თუ იღებდა ესე პირდაპირ ანუ კი არ გავემიჯნებოდი ამას მაგრამ არ მეგონა რომ ეს რამეს გაუშვი და გაუშვი და მე ვთხარი ამას თავზე მზე აქვს ამ ძეგლს და აქ წიგნები აქვს ქვემოთ ესეთი სიცოცხლის ხე ამოდის და ეგ ცოტა ესეთი ლამაზი ყელი აქვს ხო და მე ვთხარი ბატონო ამას ახლა რო უყურებთ მე ვთხარი თუ ეს ფალოს გავს თუ ვინმეს მე ვთხარი ერთხელ მაინც ჭერია ან სხვისი ან თავისი ფალოს და ზემოდან თუ ზედა წიგნები აქვს შენოს მერტვა მე ვთხარი ისე ხავ გამახსენდა ეს ქანდაკება და რა შუაშია საერთოდ ხო და ნახეთ რო დავიწყე ნახეთ ახლა აი ახლა მაგარი ამბავი გაჩვენოთ გუშინ წინ 1 თებერვალს აი ეს არის ქანდაკება და ეს ჩემი სამედიცინო უნივერსიტეტი დამთავრებული და ეს ჩემი დეკანატის შარშან 2024-ში ერთ-ერთ სკოლაში აიაჯესის სკოლა ესეთი დავაარსე ბედნიერების საელჩო და აი ყვაწვილები ვისაც თქვენ ახლა უკან ხედავთ იმათმა მთხოვეს რომ 1 თებერვალს ესე დაემთხვა ეს ძეგლის გახსნის დღეს საკუთარი თავის სიყვარულის დღე უნდა დავაარსოთ და უნივერსიტეტის რექტორატს ბატონ კანცლერს ბატონ ალეკოს ვთხოვე და კი რა თქმა უნდა დამითმეს ჯერ ეს ძეგლები ვაჩვენე 14 ძეგლია ჩემი აქედან 3 ლევანთან ერთად და დანარჩენი სულ მარტო ჩემი ხო მადლიერება ბედნიერება სიხარული მეგობრობა პირამიდები და სხვა და ეს რომ შევედით და ეს შვედეთიდან იყვნენ ჩამოსული 2 უცხოელი და ამას უყურეს მე ესო ჩვენო საერთაშორისო ორგანიზაციები ვართ და ასეთი მსგავსი რომ სკოლებში ბედნიერების საერთო ესენი გამოვიდნენ ბავშვები ბედნიერების კონსულები ვართო რაღაც თვითონ შექმნეს ეს ყველაფერი და ვიზის ოფიცრები დანიშნეს ანუ 3 თვეო აი შევისწავლითო ჩვენ თანამეგობარს ანკეტა შეავსებს თუ მშვიდად საუბრობს თუ ფლობს იმას აი 3 თვით ამ საერთოში შესასვლელ რაღაცები მოიგონეს არ ვიცი და ვიზას მიცემთო და ამან თქვა რომ ეგეთი არაფერი მინახავსო და იქნებო შვედეთში გავაკეთოთ აი ხლა მე რომ მიფრინავ
მოგეწმინავე შეიხ დოქტორ ჯასიმა რომ მომწერა ერთ-ერთი მიზანი ჩემი ისიც არის რომ ასეთი სკოლებში ეს ბიზნესი არ გეგონოთ ბატონებო აქ მე ჩემ ენერგიას გუშინ სკოლაში გამკვეთილზე ვიყავი დილით მე ოპერაციებზე ეს ჩემი ცხოვრების იკიგაი დარჩენილი ცხოვრების თავარი მიზანია ჩემ თავში აღმოვიჩინო ბედნიერება რამდენადაც შემიძლია და რაც შემიძლია სხვაებს საკუთარ თავში საკუთარი ბედნიერება ჩემ ბედნიერება იმას მხოლოდ ერთი გაიღებება დანარჩენი შეაწუხებს თავის თავში თავის ბედნიერება რაღაცა პატარა დეტალში იპოვოს ამაში შევეცადო ემოცია დავანახო აი ეს ყმაწვილები ამ დღეს რომ მოიგონებენ საკუთარი თავის სიყვარულს ბედნიერებაზე რომ მსჯელობენ და ამბობენ ასეთი ესე უკვე მაგარია ხო 15-ის 16-17-ის შვედეთში გთხოვეს სადღაცა გთხოვეს და გუშინ საღამოს გამომიგზავნეს ფოტო ვიღაცა იქ შვედეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რომელსაც ამათმა გაუგზავნეს ფოტოები და იმან თქვა რომ მიმიწვიას მაისში დასაჯილდოებლად იმაში რა ქვიან სტოკჰოლმში და არც მეტი არც რა ჯილდო უნდა გადმოცეს თქო მე ვთქვა ახლა მკითხეს და როგორცო ბედნიერების და მშვიდობის და ესეთი აი ბავშვებთანო და კარგი თქო მე ვთქვა პირველ ძალიან დიდი ბევრი მადლობა და სად უნდა გადმოგცეთ იციო და აი ახლა მე ვთქვა არ მეთქვა ნობელი დიახ ხო ნობელის სადაც არისო შენობა იქ უნდა გადმოგცეთ და გუშინ ეს ფოტო გამომიგზავნეს ეს მეფე და დედოფალი დაესწრება ამ ორგანიზაციას ჩემთვის კი არ ესწრებიან ისინი აქ ყმაწვილები ჩამოყავთ სოფლიოს ბევრი ქვეყნებიდან და სხვა უბრალოდ ნახეთ მე ვიხუმრა ნობელმა არ გაიგოს რომ ჩავდივართ და წამოდგება ხოლმე ბუხაიძიაო ვიღაცა ფიქრები შემეძლოს წრები და წამოწევა ნახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რომ გაცილებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებს ჩემი მიზანი ბავშვებმა დაიწყეს ბედნიერებაზე ლაპარაკი პირველად მე რო თქვი ილიას დარბაზში გამოვიდი ილია ჭავჭავაძის დარბაზში ესე მოხდა პარლამენტში რაღაც მოხსენება მქონდა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და 2-3 სლაიდი კაკი იყო მაშინ ზოიძე მისი პარლამენტის განყოფა მე ვთქვი რომ ამ სლაიდ ბედნიერებაზე 2-3 სიტყვას კიო თქვი ახლა სტუდენტობიდან ვიცნობ და პირველად ესე იგი იმიტომ რომ შვეიცარიაში როდესაც ვიყავი ჩაპლინის მუზეუმში მაშინ ვიფიქრე რომ ემოციის ქვეშ რომ ილიამ როცა დააარსა წელა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მაშინ ჩვენ ქვეყანას ჭირდებოდა წერა დღეს ბედნიერებაზე საუბრები თქვენ ჩემ წიგნებში ბევრ ადგილზე მაგალითად ჭირდება ჩემ ქვეყანას და უნდა შევეცადო რაღაცა გავაკეთო რომ ადამიანებმა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი არ ვიცოდი რაც გავაკეთე ჩამოფრინდნენ რამოდენიმე 3 საათში უკვე სკულპტორთან ვიყავი ჯერ ძეგლი მე რაღაცა ეს ხო არ მიდის 2017-ში იყო ზაფხულში და წელს რომელი წელია გასულა უკვე 8 წელი ხო მაგრამ ეს არაფერი არ არის ერთი პატარა ცხოვრებისთვის და ისტორიისთვის საერთოდ წამის მიათედია და იმ ბავშვებმა უკვე ერთმანეთს აი თქვენი შვილი რომ მოხდეს შვილი ვიღაცა ბიძაშვილი ხო უკვე ბედნიერებაზე მსჯელობენ კარგად სუდად რა მნიშვნელობა ბედნიერებაზე ლაპარაკობენ უბედურებაზე და სამწუხარებაზე ხო არ ლაპარაკობენ უკვე აი ესე მიდის ისინი ეკოლოგიას პატივს ძებენ 2 წელი მომეცი ერთ იმ სკოლაში წავიღებ ის ბავშვები სადაც ბედნიერების საერთოდ ხო სამ მომეცი მეორე სკოლაში თუ არსებ ბედნიერების საერთოდ ой 4 მომეცი და პატარების თუ უშგულში უნდა გავფრინდეთ ზაფხულში და იქ ბავშვებს ბედნიერების სკოლა 20 ბავშვი სწავლობს ხო და ბატარეიკები ბევრი არ იქნება მაგრამ კულტურა შეიძლება გამოჩნდეს კი და აი მაშინ რომ უნდა ჩობდოთ ორი უნდა შეაგროვოთ თქვენ რო თქვით ხო ეხა თქვენ ოჯახში შემოიტანა ბავშვმა ეს ხო მთელი ცნობიერება ეს ფაქტიურად ხო ეს ხო მარტო ის არ არის კონკრეტულად ბოთლი წავიღეთ ჩავაგდე რამდენამეს დაგაფიქრათ ხო აი იმიტომ არის რომ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანია ხო და აი მიცის და ორ სკოლაში სადაც მე მაგ აი ჩემი ბედნიერების ძეგლები ემპათიის შუქურები დგას იქ დავდებ მე იქ ვიღაცა შეხედავს და ეს ძალიან კარგი ამბავია რომ იმათმა შეხედონ თითო ბატარეიკას მეგავატან რო შეხედონ რისთვის არის კი და აქედან დაიწყო თუ გინდა რამე ეხლა ესე ვაკეთებთ ხეჭეჭური 12 წელს ნაყოფს მოედას რომ მე დღეს მინდა ბატარეიკაო კი ბატონო არა და სხვათა შორის სკოლებიდან ძალიან დიდი მომართვიანობაა რა კი იმიტომ რომ ის თაობა ვინც თვითონ ეს მასწავლებლებიც არიან ბევრად უფრო მონდომებული რომ აი ამ თემებზე ბავშვებთან იმუშაონ რაღაცა უნდა მასწავლებლებს ახალი უთხრას ეს ახალი ნორმალურია ის ბავშვი ეკეთებულა და უფრო კარგ კონტაქტს ამყარებს კი და ხელშესახები რაღაცაა რა ეხლა ჩვენ რამდენიმე სკოლაში მივედით ესე დავგვატიჟეს და ნუ ამ თემებზე ვესაუბრეთ ბავშვებს და ერთ-ერთში დაგვახვედრეს თვითონ ქონდათ გაკეთებული პლასტიკის ბოცები როა 10 ლიტრიანი ეგ ქონდათ გაკეთებული
გარედან დასტიკერებული რაღაცები ეწერა სლოგანები და დახევრამდე 3 სეკუნდად ბატარეებით. ჩვენს არ იცოდი ჩვენი არსებობა, მაგრამ დაუწყია შეგროვება და ეს ხო თქვენთვის უსწრეაუროა. ხო, იმიტომ რომ ეგეთი თაობაა, რაღაცნაირად სხვანაირად ფიქრობენ და სხვანაირად ზრუნავენ უფრო გარემოზე რა და ჩვენი პოდკასტის მიზანიც ხო ეგ არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ამ თემებზე, რომ მსჯელობის დონეზე მაინც დავიწყოთ მოკლედ ხმის მიწვდენ აუცილებლად კი. აი ნახეთ ახლა აგერ თქვენმა პოდკასტმა ამ წუთში დადო რეალური შედეგი. როგორც ლუკაჩევი ვაჟი დადო შედეგი იყო 1 2 3 4 4 ცალი კონტეინერი უკვე ვიცი სად და სად უნდა დავდო ხო? კი ბატონო. და ცნობიერებაც ამაღლდება ამ კონტეინერების დადგმასთან ერთად. უკვე სერიოზული ამბავია. კი. თითო მოსვლაზე, თითო ადგილი და 4 რო გააკეთოს, უკვე ძალიან ბევრი ამბავია ეს. რა ის ამაში ხო ფულს იხდით რაღაცა? კი, რა თქმა უნდა ფულს ვიხდით, მაგრამ გააქვთ ფული თუ მე გადავიხარე? არა. არ ხუმრობ კაცო. არა, ამაზე გამოყოფილი გვაქვს ჩვენ ბიუჯეტი, ყველაფერი გვაქვს. ეს ჩვენ ახლა 300 მეტ ადგილას გვიდგას უკვე. ეს ბატარეები 300 სპარტელი და 300 არა. მაგრამ წელს ამას გავაორმაგებთ და მე გასამაგეთ რა გენავა. გავასამაგებთ. პირდაპირ. ნუ მაგდენი თანხაც არ აქვს. იმისი არა გაქვთ 5-ის თანხა არ აქვს. ნუ 5-ის შეგროვება უნდა მე ამას. მე უკან რამდენი ხანში ერთხელ უნდა ჩააკითხოთ. გააჩნია ახლა როგორ იფსება, თვითონ გირეკავენ და? კი, უმეტესწილად გვირეკავენ. თქვენი ოფისი სად უნდა მოიტანო? არა, ჩვენ როცა ვდგავთ ხუთს, ჩვენ თვითონვე ვასახურებით. მივდივართ და ხო, როცა. კი, ამ ეტაპზე დგას გუდვილის, ალტას, ელიტელექტორი, ძალიან ბევრ ტექნიკის მაღაზიების ფილიალებში, კარფურებში, ახლა ნიკორასთან დავასრულეთ მოლაპარაკება, ნიკორას ქსელშიც გამოჩნდება, ნუ ბევრგან იქნება ძალიან. კი, თავარი არის, რომ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა, რომ საჭიროა მოძებნონ ეს ყუთები, აღარ არის უკვე ძნელი მოსაძებნი, ადრე ვაგროვებდით ხოლმე ესე სახლში და იყო მთელი ხო და ხა უკვე შეგვიძლია გამბავი გალერეაში შემოცვალე და ჩემი გალერისტი მახდა და მე ვთხარი თქვენთან სკოლაში მუშაობს ხო არ არის ამის ყუთი თქო და არაო მითხრა და ჩემთანვე გალერეაში მაქვს ის 2 ბატარეიკა და რო ჩამოფრინდები კვირას უნდა მივიდე და იმორს წამოვიღე პირველებს იმას ჩავყრე იმაში. უკვე ვიცი. კი ბატონო. რეალური საქმეც გაკეთდა მოკლედ დღეს. დრო ყველაზე ძვირი ჩემთვის მაგალითად. ყველაზე ძვირი რესურსი არის დრო და ეხლა ატარო საწაიღო მე არიცი მე და ძალიან ისაა იცი რა მე გონებაში რო აინთება ეს დიოდივით ხო ეს თემა თუ არ დავხურე უამრავი პანჯარა მაგერ დროულად გახსნილი და არ მინდა შეაფერხოს იმან უკეთესი ჩემი ცხოვრების ხარისხი. ეხლა უკვე ვიცი. კი ბატონო. მოკლედ ძალიან დიდი დასასრული ერთი ის შემიძლია თქვა წავიკითხო რაღაცა ხო იცი კითხვა მაინც არ არის ცუდი ამბავი თუ ეს ჩვენი ქმედება და ნუ ეს ციგნი როცა გამოვა მე მოგეწონებათ და გამოგადგებათ მე აუცილებლად ვიგრძნობ მე არსენ გონეტაძე როგორც კი მოგადატანილი მეორად დაბადებული სიხარულით თმელად გავიხარებ სადაც არ უნდა ვიყო სააქაოშიც და საიქიო 64-შიც. სხვათა შორის დავამთავრებ იმით, რომ ჩემს ქვეყანას მე ხშირად ჩემს გამოსვლებში 64-ს ვეძახი. რატომ? საუკეთესო 4 კლიმატური პირობები აქვს. უზომიერესი და ულამაზესი, ბევრი არ მაქვს ქვეყანა ნანახი 70-ის ფარგლებში 70-80-მდე, მაგრამ ხო, ნუ რა ვიღაცის უწოდა, მაგრამ და თავარი კიდე ადამიანური ხალხის ურთიერთობები. როგორ ერთმანეთს ჭამთ, ამათ ადამიანებს არ უნახავთ, როგორ ხდება ეს სიცივე სხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს საბჭოთა რეალობაში, ხო? და ცხოვრება ხდება ბედნიერება, როცა ისწავლი იმის პერებას, გაუღიმებ, გაგიღიმებს. დაუკრიჭავ კბილებს და დაგიკრიჭავს კბილებს, ხო, ძაღლი ქუჩაში. კი. ნამდვილად. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არსენ რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სტუმრობისთვის. მოვილია გაფრენამდე. ხო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი საინტერესო თემის განხილვისთვის. ჩვენ გემშვიდობებით ძალიან გთხოვთ კომენტარებში მოგწერეთ რა თემებზე გსურთ კიდევ რომ იხილოთ პოდკასტი ან კონკრეტული რომელიმე სტუმარი თუ არის თქვენთვის ისეთი ვინც ძალიან გინდათ რომ მოისმინოთ მოგწერეთ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. ой აგერ წერია ეს არსენი აღარ მოიყვანოთ ლაპარაკი არ გაცალავთ.